გამარჯობა მეგობრებო ჩვენი მეოთხე ეპიზოდის დრო დადგა ამ სეზონის და დღეს სტუმრად გყავს ზღვის ბუჭული იგივე რაბანა როგორ ახლა რაბანა მადლობა გადასარევად ესე რო კარგად წარმოთქვი უკვე უფრო კარგადაა რა მეგონა რაბანას იტყოდი და ზღვის ბუჭული რო ახსენე გამიხარდა მე პასუხისმგებლობას არ გავექცევი რა მაინც რა კარგი აბა როგორი მოლოდინი გაქვს თამაში ვიცი რომ არიცი პირველად ხარ გაქვს შეხება ამ თამაშთან და როგორ ხარ განწყობილი თამაში ზოგადად ესე თამაშების მიმართ აი როგორ ვარ იცი ძალიან ორი IQ მაქვს ვერ უღებ ალღოს რატომღაც რა და ცოტა გამიჭირდება ალბათ ეხაც და მაქსიმალურად ჩავერთვები რომ რაღაცა ცოტა აზე მოვიდე რა მეცადე ყურებას რაღაცების მაგრამ დავნებდი ეგრევე მე მგონია რომ თამაშის ბოლოს პირიქით თქვი და ნახოთება მისიას დავისახავ მიზნად იქნებ ჩართული რო არ მაგ შემთხვევაში უფრო ალღო კი, მაყურებელს ხო რომ გამოგვიწერონ აქვე და მე MVP ავრჩიოთ თამაშის YouTube-ის community-ში და ჩვენი პარტნიორი არომა ჩვენ სტუმარს გადასცემს ავტოპარფიუმს, რომელსაც მე გამოგიზავნით. იმედია მოგეწონება. ნამო? დიახ. ავტოსუნამო. ავტოსუნამო, კარგი. მანქანა ყავს. კი, მყავს. მაშინ მithumedes. ისო ყავდა ვახო ბოლთაშვილის უბრალოდ. ესა მანქანა ყავს რომ გუშინ ავალიაში მოვყევი. სუდროს ვაჩუკეთ. ეს ბოლოთას ყავს მანქანა? ავალიაში არ აქვს. ავალიაში მოვყევიო და რა. მართვის მოწმობა არ აქვს, ნახდად ვიცი. მე გასაგები რატომ მოხდა ავალიაში? ეს მაინც ამოჭრათ მოდი. არაფერი არ არის. კაი, მოგეთ მე და რაბანა. ვითი აროს ჯობს. კი, მე და რაბანა გავვალთ ახლა და დავალიგებთ პერსონაჟი. კიდე დემონი მოვწია. ნახრასახი. კარგი. ლოროლი. ერთადერთი რაც გვჭირდება ახლა არის რომ ანანოსთვის მოვიფიქროთ ერთი ადამიანი ვისაც ვეტყვით რომ დემონიაო იმაზე თუ კითხავს. მოდი ბათლერი იყოს? თავი, საინტერესო. ჰა? საინტერესო ძალიან კაი ახლა შემის ისე სხვა გემოვნებით, მაგრამ ძალიან საინტერესოა. რატო იცი? თამაში წესით არის ორი აუთსაიდერი. ხო? მაგრამ ახლა ბარონის გამო, ბიარჯიუსის გამო. 9 როზის. არის 4 აუთსაიდერი. ერთ-ერთი არის ნუცა. მაგრამ წესით და ახლა ხო, წესით არ დაიჯერო. ძალიან დავავძივე ეს გოგო. იმიტომ რომ წესით აუთსაიდერს არ დაუჯერებენ რა. ამდენი აუთსაიდერი ხო არ იყოს თამაში. ერთ-ერთი იტყუება და ნუცა ხო იტყუება, ეგერ ფორჩუთერმაში ამოწმა და დემონია უთხს. ძალიან კაი. ნუცას არ ეყოლები, ამის მერე unsubscribe გაიკეთებს ალბათ, მაგრამ მაპატიოს. აკედადე. აი, დავი ხوارჯოს რამე სხვა როლი. არა, კაი. თუ მოგეწონათ რაბანას ეს სპორტ სექციელი, დაგვილაიქეთ ვიდეო. ხო, სხვა არაფერი. როგორც ვთქვი, არის 3 როლი უნდა ვთქვათ ახლა, რომელიც დემონმა იცის რომ თამაში არ არის. და გავამზადე აგერ გოშელუმენ ლაიბერიან ინვესტიგეიტორ. ხო. ერთი ადამიანი იყოს ლოთი. რა ავირჩიოთ, ვინ უნდა იყოს ლოთი. აი, ილია იყოს მაშინ რა, იმიტომ რომ სტატისტიკურად ყველა ისა რა ქვია, საფლავის ხრელი ხოლ სვამს და მაგრამ გამართლებს. კაი, გამარჯობა მეგობრებო, დაღამდა, წავედით. სალამ. მოკლედ, ესეთი ამბავია. თქვენ გუჩი მინიონი გახლავთ. არჯიუსი. ოკეი. და დემონი გახლავთ ნუცუკი. კიდე წითელი მოვიდა. თან ერთმანეთის პირისპირ ხედან. მოკლედ, ვის გამოუთრი საძირკველს? ვის გამოუთრი? მოდი გამოუთრი. მარიამს. შეიძლება ბოლოტი ხარ. დაირიდე გოგოები ერთმანეთს. კარგი. აუ, იმენა. მოკლედ. კაი როლი და. კი და მოკლედ შენს ტიმში ასე ვქო მინიონად ყავს სოფიკო და ოკეი. და დემონად ყავს ნუცუკი.
ესე გოგოებში ვარ, სადარი ნუცუკი ოკეი. ბალონი ხარ თან გოგოებში ხარ, რა ვიცი. აჰა. ძალიან საინტერესო. კაი, იმედი აორე თამაშს ცოტა. დიდი. დარბატებები. მადლობა. კაი, ეხლა თავარია ჩემთვის სამივე გოგო არ ვიყოთ წითლები. ოახა, სამი არა, გადაგვივლია. სამი არა, მაგრამ ერთი მაინც გყავს. ერთი მყავს, ხო? სოფიკო. რახანე გარ გამაწითლებს. და ბედნიერი ვარ. ბარჯიუსა. ოფიკო და ბარჯიუსი. ხო. და ესე დამარიგეს, რომ ესე უთხარიო, ბლეფად ექნებაო. Washer woman-ი. Librarian-ი, ტვორსტები და investigator-ი. მეგადავებით? არა, აი ხა ზემოდან ხმა იქნება, რომ ეს პასუხი არის სიმართლე. ეს პასუხი არის სიმართლე. მოგლეთ ინფოს გამცემი როლი მაქვს ამ თამაში და გვერდით სამეზობლოში კეთილი საქმეები ხდება მოგლეთ რა. მადლობა, კარგი ინფორმაციისთვის. გამარჯობა. გამარჯობა ნანო. ესე იგი ვინ გადავამოწმოთ და ზურა და ნუციკო მაინტერესებს. ნუცუკი უბრალოდ, ნუცუკი. კი. ვაუ. პირველი ვეზე. საუ, რავი. რაღა ჩეთები აქვს მე მგონი. ან ხოჭა ხელები ამიწევია. ანუ რამდენად გზედა მაინტერესებს ხა? ისე დამცინა ეხა ამანო ეჭა. არა, დედას მიწავ გულახდილად ვიძახი, მართლა. მადლობა. მართლა გულახდი, არა ორი. იმედია კიდე შევხვდებით ხვალაც. ოკეი. მართალია ბატონყმობა დიდი ხანია, აღარ არსებობს, მაგრამ გიწევს არჩევა ეხა ამ შემთხვევაში. ნახეთ მიდის მოდივართ. მაგრამ სხვათა შორის ეს მონათმფლობელობა ძალიან ცოტა ხნის უკან გაუქმდა ამერიკაში 2012 წელს ტვორსტები ოფიციალურად არ იყო ხელი მოწერილი და კიდევ არსებობდა ლეგალურად მონათმფლობელობა. აი ესეთი არასაჭირო ინფორმაცია შემოაგვდა. ინფორმაცია მაგაც გავიგე. კარგი, მოდით, იყოს ნუციკო. ნუციკო რა პოპულარული ხარ. კარგი. რა ხდება ბიჭო? დემონი არჩია. თავის. გოგოს. ანუ რა მაინტერესებს ეხლა ერთი კითხვა მაქვს. ამ ყველა ხელი დაადო. რა ხდება? ანუ რამე წინა თამაშებში მოხდა, განსაკუთრებულად კარგი თამაშია და სპეციალურად ამოწმებენ რო პირდაპირ. ხო ხტები ძლიერი მოთამაშის გადამოწმება თავიდანვე რო რამე ცოტა სიმშვიდის მომღრელია ხოლმე. ხო ხტები? აი მაფიაშიც ეგრეა რო აი ძლიერს გადაამოწმება და გეცოდინება ანუ საიდკენ არის რა. და ეგ ამბავი ხო არ არის? ან ძლიერიც არის ნუციკო. თან ესეთი კომუნიკაციაში ძალიან ესეთი ადგილი უჭირავს. მნიშვნელოვანი და ეგეც ისეთი რა. წარმოსადეგი. სუყე. კი. პოპულარულია რა. კარგი. დილამშვიდობის მეგობრებო. სალამი. რაბანა საქმე. მოკლედ გარდა იმისა, რომ მოკლედ მადლობა მოწვევისთვის, თქვენს მოთამაშეებს ძალიან დიდ წარმატებებს უსურებ. ძალიან დაძაბული თამაში გელით აქედანვე შეგამზადებთ მოკლედ რა რაღაცები დაიძაბა უკვე. ხო და. აბა თქვენ იცით. წარმატებები 5 წუთს მოგცემთ პირადი საუბრებისთვის. ერთად უნდა ვითამაშო. დავარ. ფორტუნა ვარ არა მაქვს შენზე და პატარა ნუცაზე. გაიხარე. შენ ხარ ფორტუნა და შენ გაქვს არა ჩემზე და პატარა ნუცაზე. მე სოლჯერი. ახლა სოლჯერი. თუ გინდა სოლჯერად გაიხსენი, არ არის პრობლემა. ოკეი. რომელი ხარ? პოიზონერი ვარ ბლეფებში რა გვაქვს? არ გაგიხარდება. ვოშერუმენი, ლაიბრარიანი და ინვესტიგეიტორი. მე ავიღე ვოშერუმენი და დავინახე ინვესტიგეიტორი, შენ რა კლეიმები გქონდა ახლა სხვა? რავი. სლეიერი და რეივენკიპერი. აი წავალბარჯუსთან. მაიცა, მარიამი მყავს მოწამლული რო რამე და ვინმეს როლი იცე? ილია მან სოლჯერი ან ფორჩუნ თელერიო და ყველა პონჩი დავაფოიზონოთ და მოვკლოთ პირველი ვეღამის. რაც რა ფორჩუნ თელერი თუ არა მაქვს ვიღაცებს შორისო და მეორე შემთხვევაში სოლჯერი ვარ. აი, დაიგიდე, მოკლა არ გინდა მე დავაფოიზონებ ილიას. კაი, მაგრამ თუ სოლჯერი არის, ყველა აფოიზონებ ხდები? მაშინ სადაც? ანუ ყურე ან ლაიბრარიანი ვარ და ერთ-ერთი აუთსაიდერი ვნახეთქო.
ან მე თავად ვარ ეგ ერთი აუთსაიდერი, ეგ გითხარი მე მოუთხნი რა. რა საიდერ უნდა ვიცოდე რომ რა აუთსაიდერი? კაი, შენ რას მოგწონს? ბატლერი ფორტუნა. ბატლერი ფორტუნა. ლაკი. კი ბატონო. ოპიკო, პოიზონერი ხარ? შენ სკარლეტი? არა, ბარონი ვარ და ლაიბრერიანად გავიხსენი. შეიძლება დავხდეიმშიც ვარ. დავშეთ დემონთან. ვაფშე არ შევდივარ. ლეფებში გვაქვს ლაიბრერიანი რო იცოდე. ეკაია, პროსტა თომას უთხარი დრანკი ვნახეთ ხო, ზურაზე და ილიაზე და მე ზურასთან რო შევედი ლაიბრერიანი ვარ ხო უთხარი და სეინთად გამეხსნა ეგრევე და ვითომ სეინთი ვნახე და ეხლა ცოტა არეულობა იქნება ალბათ რო გათენდება, მაგრამ კაროჩე სეინთი. ზურა ნახე სეინთად? ანუ ზურა ვნახე სეინთად. და მეორე ვინ იყო? ილია, ზურა ილიაზე ვამბობ. Просто მაინტერესებდა სპაითი იყო. ისტორია ერთიადი როლი გავიცანი, მაგრამ არც ერთი ინფორმაცია არ ვიცი, просто ვიცოდი, რომ ლაიბრერიანმა თავის პინგი იპოვა. მეორე ვაფშე რომელი ერთჯერადია ეგ არ ვიცი. ინვესტიგეიტორის შეფის ან ვოშერის პინგები ხო არა გვაქვს? ვოშერმა იპოვნა სლეიერი. და მაქს სლეიერს იცავს მოკი. ჯერჯერობით სლეიერი ორდრე გაიცოს ან მოკია ცოტა. მე ვიცი რომ ვოშერმა პინგი ვერ იპოვა და შენ რა ინფორმაცია იცი აქვს? ნოციკოს ნომინირებ. ნუცა და ნომინირებ გიცვათ. კი ბატონო. თუ Undertaker-ი ნამდვილად არის თამაში, ჩემი აზრით, ცუდი ამოსათხრელი არ იქნება, თუ უკეთესი ვარიანტი არ გვყავს მაგიტაზე. ბარჯევს. უკეთესი ვარიანტი. ნუციკო? რავი, არ მაქვს დღეს გასვლაზე პრობლემა, თუ გინდათ აწიოთ ყველა მხელები და გამიშვით. ნუციკოს, მიჩაგრავენ? აი, ადამიანი როცა ამბობს არ მაქვს გასვლაზე პრობლემა, და გაუშვათ. ფერი ყავს შვიდი ხმა, ნუციკო, მინდია გავიგეთ რომ ბარჯიუსი ლოჯიკონია, მაგრამ თქვენ წითლები სამი, ორი, ერთი. ნუცა, ჩამოვახშეთ? ახლა რიცხვს თამაში დაცვა. და კი ვიხდიო წითელი იყო ვიცი ზერი ვარი. ანუ ერთს ვესაუბრე მინიას, მეორეს ვერა. ისეთი ბლეფები მქონდა, ვიფიქრე რომ უეჭველი მეყოლებოდა სკარლეტი. ერთს მოვყვეთ ახლა რა მოხდა. ნუციკო, იყო დემონი, ახლა სკარლეტი. და ყავდა ბლეფებში ქონდა ინვესტიგეიტორი, ვოშერუმენი და ლაიბრერიანი. თამაში არც ერთ-ერთი პირველი ინფორმაცია არ იყო და ეს ინფორმაცია არ ჰქონდა პირველი რა, მაგრამ ჩვენმა ანანომ პირველივეზე გადაამოწმა ნუციკო რატომღაც. ვისთან ერთად სოფიკოსთან? არა და თომა რეხუსი იყო, რომელზეც კის ვეტყოდით, ნუციკო მისი ეთერინგი, რომელზეც მეორე ნუცა კის ვეტყოდით, მაგრამ არაო, ყავდა ბარონი, ყავდა ემპათი, ყავდა სეინთი. ილია იყო, კიფერი და იყო დრანკი. მომის მოწამოს და სოფო. მარიამ იყო სლეიერი, რომელიც იყო მოწამული პირველ ღამეს სოფოს მიერ. აი, შეიძლება. აფსი იყო სოლჯერი და მოიგეს თამაში კეთილებმა, იმიტომ რომ მინდია იყო. დელი. ხო. ვიდია არის ჩემი. ეს რა იყო? ანუ ნომდა მექნა ხალხო. რა ვქნათ? კარგად იყავით, გაიყარეთ, შედიერი თამაში იყო. რა უნდა ვთქვა, რა უპეტურება მოხდა რა არის, კაცო. ესე არ გაუხარდათ ჩემი მოსვლა ეგრევე დაასრულეს. იმად ეგრევე ანანომ ეგრევე დაადო ხელი და მეთქი რა ხდება, კაცო. ესე მე ვიფიქრე მეთქი ეს ამ გოგოს ანუ ნუცუკიზე. ეს თამაშია რომ ყველა ამოწევს მეთქი რაღაცა ხელი გაიშვირა რამოდენიმე რაღაცეებზე. და აბან რატო არ მიყვარს წითლად თამაში? ამ პირველი მაგდებენ, ამ პირველ ღამეს ყავენ. ვიფიქრე ალბათ ძლიერი მოთამაშია მეთქი და ეგრევე კითხე ვახოს და კიო საკმაოდ ისეთი ის უჭირავსო და კიდე რა თუ გარდა იმისა რომ იმას აკნეს რა ქვია ანანომ ამოიცნო ესე ნუცა მაირჩია მასტერად ხო ნუცა მაირჩია მასტერად ამ შემთხვევაში არ ვიცი მე რა უნდა ვქნათ
წარმოუდგენა. თავიდან ვითამაშოთ მოდი. ესე მომხდარა რომელიმე სტუმართან? არასდროს. დაუ იმენა დაწევლილია ყველაფერი ჩემ დროს უნდა მოხდეს ხე ხარო რაღაც ჩამოვარდეს დედამიწაზე მე აი ჩემს სახს დაეცე ამიტაც თამაში ნომერი 2 თუ რაღაცია თამაში თუ არ გამოიწერეთ ეხლა გამოიწერეთ არხი აх ჩემი მართლა რა უბედური ფეხი მაქვს რა არის ეგრევე იცი რა არის შეცდომა დაუშარო რავი პრობლემა არ მაქვს უნდა დაეცვა თავი ალბათ ხო რა იმიტომ რომ ალბათ ნახე როდესაც შავი კარტი ხარ მაშინ აუცილებლად იტყვი რომ მე პრობლემა არ მაქვს გამიშვითო ანუ კი ბაზარია ხო რა ყველაზე მარტივი ტაქტიკა არის ალბათ იმის ანუ დამწვარი მოდი ასე ვთქვა ჭალებში ყველაზე დამწვარი ის არის თემა არის უკვე რომ როდესაც შავი კარტი ხარ იძახი რომ მე გავალ კაცო პრობლემა არ არისო და იწვევი რა ეგრევე ხო რა დამატვი ცოტა რომ ეთრაი ხარ და მე ვიზე მე რო ვინმეს ვასწავლე თამაშს მაგრამ ალბათ ეგრე აჯობებდა მისთვის დაღამ და მეგობრებო გავედით კაი ეხა კარმა შეტრიალდა რაღაც ხო იმიტომ რომ ანანო თვითონ არის ახლა დემონი ნუსიკო ისე ბოროტია აუჭე ეხეთ შეუცვალოთ არ შეიძლება ძალიან ანუ მიუცეთ ანუ ხელით მოდი იმას აქვს მე მგონი მაყურებელს არ ექნება პრობლემა ხელით ჩავა ვინმე ან მე ავირჩევ მე ხო არავის არ ვიცნობ მაგრამ უბრალოდ ჩავანაცვლოთ მე ჩავანაცვლებ და ანუ მართლა მეწოდება რომ ეხა კიდე ანუ უკეთ არ უნდა წითელი კარტი და ანუ წარმოიდგინე ენერგეტიკულად იმდენი აქ ნაფიქრი რომ ზედისე მეორე თამაში კიდე წითელი კარტი ამოსდის და მოდი იმას აქვთ რა ჩვენ როგორც ასე ვთქვა ბედისწერის შემქმნელები და ყველაზე მაღალი მიანი რა ქვია უფლება მოსილიანი ხალხი იმას აქვთ რა ქვია კი ყველა ნახა თავის როლი რა ამას ნანახი აქვთ უკვე ჯანდაბა რო დავარესეთოთ მე მგონი თან ისა იმაში ჩავარდებიან საფიქრალში მე თავიდან დავიჩერე შეიძლება ხო მაგრამ მე მიხვდებიან სავარაუდოდ იმას აქვია რომ უეჭელი იმას ამოვიდაო და მაგიტო იმას აქვსახლიდან მე ვეცადე მოკლედ და უყურებს ალბათ დიახ მოდი ფოჩუტელეს ვინ მოეჩვენოს ახლა ბოროტად კარგი იყოს აფცი მაშინ ვაშე რუმენს უნდა ვაჩვენოთ რომელიღათა მოქალაქე მონკიზე ხო არ უთხრათ ანუ ჰილერზე ხო უთხრათ ეს ჰილერია მე მგონი ყველაზე სარფიანიანი ისა ან ეს არის ჰილერი ან ნუსიკო ჰილერი კარგი არა ნუსიკო აღარ გარიო საერთოდ აღარაფერში დაანებე აღარაფერ ანუ ის თავისი გაჭირვებია გეხვეწე კაი მაშინ იყოს ეს მონკის ვარიანტი ერთი და მეორე იყოს მოდი იყოს სოფიკო დავაი ან ხო კარგი იყოს ნუცა იყოს დრანკი მივცეთ ნუცას იმიტომ რომ ეგეთი ის აქვს ხო რომ ანუ იმას გებულობს ვიღაცა აუთსაიდერზე გებულობს ინფორმაციას რა ხო მათ არ გვინდა მაშინ სოფიკო ერთზუთი რამე ისეთი როლი მინდა მაშინ ვახ რენდომაიზერით გავარკვიოთ მაშინ მოდი აი უცებ ბასტოს რენდომაიზერს ჩავთავ მიდი ვიდა ვირჯინზე ამოვიდა ეგ არის დედისწერა წავედით აღარ დავიღალე გამარჯობა აბა მე მკითხეთ როგორ დავიღალე მე არიცი მე აქ რა ომი მქონდა რომ ეს კარტი გადამეცვალა შეთვის მართლა მაგრამ არ გამოვიდა ბარონი ისეთი მინიონია რომ პირიქით შევალ ალბათ დიდი ალბათობით რამე ძლიერი როლის დაგქნემში და მაქსიმალურად გავიწესრებ თავს და რამეს ვიზავრა კარგი მოკლედ შენი მინიონი არის ილია მაგასაც პირველ დღეს აღჩავე ხოლმე და დემონი არის ანანო ვა ილიათან ანანო წეგა ხო გამოგიჭირა ეხლა ოფიკო გადაგვამოწმებს ხოლმე და ანანო და ეგრე რაღაც ეგეთი დავგებითი იმედია ერთხელ არ დავთავრდება ნახოთ ეგრე რომ მოხდეს არ ვიცი ალბათ წლის კურიოზი იქნება თქვენს ისტორიაში კარგი მოდუ ილია გამარჯობა სალამი შენი მინიონი არის ნუცუკი და დემონი არის ანანო დემონი არის ალალ კი არა საინტერესოა კარგი მაშინ ბარკი უნდა მოუწამო სხვა გზა არ გაქვს ვისწავლო ბარჯიუს კაი ხარ რომელია ეგ აი ახლა ავტორის ბოროტებში შორის ის ვაშინგტონის კარგი მიდი წარმატები აი ხა აქედან ვნახოთ როგორ გამოიჭერა დაგიბრუნდა კარმა ვაიმე
მოკლედ, შენი მინიონები ილია და ნუცუკი. მართლა კარმა. მართლა. აი როგორ მოიყურება კარმა. და ეს რა ქვია იმას რაც ბლეფები ხო შედი ბლეფები ასე თქვა არის სლეიერი მერი და ემპათი ძალიან სასიამოვნოა მადლობა ნახოთ ერთი რას იზავ ნუ იმედია ფორჩუნ ტელერი ვიღაც ჩემნაირი არ ზის ახლა აქ მაგიდაზე იმედია დროებით იმედია დროებით hello მოკლედ სოფიკოს და ბარჯიუს შორის ერთ-ერთი არის მონკი. ნაზე მონკი ვიყავ, ხო მონკი ვაჩვენეთ, ხო? რა გავაგეთ? სოფიკო და ბარჯიუსი, ხო? ოკეი. ოკეი, მადლობა. Good luck. შენ გულს მოусმინე. აბა. ბატონ წაყვანა, რას დამარეგეთ ის უნდა ვთქვა, ხო? აბა, როგორც გეგმობთ. კარგი, მოკლედ. ერთ წუთი ვის და ვის შორის იყო ლაპარაკი? კაი, ხო. თომასა და მარიამ შორის ერთ-ერთი არის რეკლუსი. აი ესეთი ინფორმაცია არის. ხო. საინტერესოა. მაგარი. ძალიან. ყველას ველოდი რეკლუსის კარტა. კარგით. გეგა, საკმაოდ საპასუხისმგებლო კითხვა უნდა დასვა ახლა. და მე მინდა რომ მაქსიმალურად დაფიქრდე. მიენდო შენს ინსტინქტებს და რაც თავარია, მიენდო შენს ცოდნას. არა, ეხა მე რა ცოდნას ვუდი. შენ თავზე ხო იცი, რომ შენ თავზე უნდა დადიცი რომ. არა. როგორც მინიმუმ ერთი პლეიერი ხო იცი ვიხა. ინტუიტიურად. ხო, არ ჩემ თავს არ გადავამოწმებ, კი. ვეჯველი. საკმაოდ ჭკვიანური სვლა. ჯერჯერო, შეიძლება ეგეს გამჭირდეს. აქ უფლება აქვს ისე რომ. ხო. რა ტოპიკს ხოს? მე მაინტერესებს მინდიას და ილიას შორის რას მეტყვით და რას მომატყუებთ თუ არიან. მინდიას და ილიას შორის, ხო? მოიცა. ადარი. არაფერი განსაკუთრებული ასე ვთქვათ. აჰა, ნუ ჯერჯერობით არა. აი, მადლობა. კარგი. სალამი. სალამი თომა. აბა, აირჩიე ბატონი. ჩემი ბატონი მინდა იყოს ნუცა, ჩემს გვერდზე. კიდე. წინახელში. ნუცა ყავს ორივე. არა, ზედა ნუცა, პატარა ნუცა. ოკეი. კიდე იმას რჩა. მეგობრებო, ზის ვიწყებ თამაშს. მოკლედ. წეღან რო შემოვედი, წარმატებები გისურვებთ. ახლა არ გისურვებთ და იმედია მალე არ გამთავრდება. აბა თქვენ იცით. აბა თქვენ იცით. actually დიდხანს გაწელეთ ეს თამაში. ხო, თხილოთ. რაო, ილია. ოიზომერი ვარ ბაიჯიუსი მივაწამე. ერთად უნდა ითამაშო. კი. ვინარი მოწავლული. ბაიჯიუსი მოწამდა, სხვათვის მოწამდა. აი, ემპათი არ არის ბლეფებში გვაქვს. აჰა. სლეიერი მერი და ემპათი გვაქვს ბლეფებში. ჩემი აზრით რაო? შენ ემპათი იქნები, ხო? ემპათი ვიქნები ერთით და მაგიტო შემოვედი შენთან. ასე ვთქვათ. აი. ორი ორზე თუ გინდა. ორი ორზე მინდა კი. მეც. კაი, მე ან ვარ ემპათი. და თუ ემპათი ვარ მაგ 0. და ან ვარ ანდერტეიკერი. ემპათი ანდერტეიკერი. კაი, მე ვარ ან რეივენ კიპერი, ან სლეიერ. რეივენ კიპერი, სლეიერ. ოკეი. დავიწყო. რომლით დავიწყო? ორივე უნდა მითხრა ყველა ვარიანტში და. არა, რომლით დავიწყო? ცუდით დაიწყე ეგრევე. ცუდი ის არის რომ სეინთი ვარ და კარგი ის არის რომ კაი. დაიცი, კარგი ის არის რომ სავარაუდოდ ბოლომდე ვითამაშებ. ემპათი ხარ ერთით? მატყუებ.
აბა დაცვა ხო არ გინდა? არა. არა. სიკვდილი? სიკვდილი შეიძლება. პირველ დღეს არა, მეორე დღეს შეიძლება. მეორე დღეს შეიძლება სიკვდილი. კაი ხო არ გინდა გავცვალო. დავანომინირო. ვირჯინია შეგიძლია დავანომინირო? შეგიძლია 2-2-ში მაინც 3-3-ში მაინც მეთქვა კლეიმები. ერთჯერადია რომ შემიძლია ვირჯინია დავანომინირო. ერთი მითხარი ვარ, იმიტომ რომ მეორე მე ვარ. მაშინ თუ იცი შენი როლი მიხვდები ჩემ როლს, აგით. ხო, და იქ მე ბლეფავ ორივეს და ეხა ჩემი მითხრა უცებ და დაგიჭირო წითელი. ვაიმე. და იქნებ შენ არც ერთი ახლა და პროსტა მატყოვე. ეგეც შეიძლება. აი სლეიერი ვარ, ამ კიდია უნდა გითხრა. არ ხარ სლეიერი. ვა. კაი. გაროლი ხარ მითხარი, ლასკა სოლდერიც ხარ. არა, სოლჯერი ვარ კი. ზურა, ისმეთ. ვირჯინია ვარ და ვინმე ერთად როლს ნომინაცია. ხო, მე ვიცნობ ერთად როლს. თავის პინგი ნაპოვნი აქვს, მაგრამ თუ სხვა არავინ არ იქნება, მგონი მაგან დანომინიროს ჯობია. შეფი არ ყავს, შეფი მაინტერესებს ძალიან. მეც. ნომინაციები არის ღია? ზურას ვანომინირებ. ნუცა ნომინირებს. თავი რო დაინომინიროს იქნება. ისმეთ ნუცა. პროსტა რაღაც შემოწმებული. კარგი. დაატრიალე რა. ნუ არა, ნუცა უნდა ჩამოვახცოთ და ნომინირა ვირჯინია. ნიშნულობა არ აქვს, ორივე შემოსახსოვია. ვირჯინია და ნუცას ვანომინირებ. რა დამთავრდეს? ნუციკო ნუცას? არა, ხო, ნუციკო ნუცას. რა ხო? სულის ძიება? მე არა დამთავრდეს არ გვიდა ხალხო და. არა, გვინდა. ხო, მოკლედ, მე მგონი ნუცას გასვლა ჯობია თან Undertaker-ის კლეიმი 1-2-ისგან გქონდა და ზურას ვირჯინობა, რავი, ძალიან ბევრმა იცოდა, იმიტომ რომ დადიოდა ქალაქში და იძახდა ვირჯინი ვარო და ამ ეტაპზე ნუცას გასვლა უკეთესია. კარგით. შეხედეთ, თამაში უნდა იყოს ორი აუტსაიდერი. მე პირადად ვიპოვე ერთი. ჩემივე პინგებით. და ვირჯინი რო გაიდრანქოს, დიდი საოცრება არ იქნება. პირველ დღეს დარწმუნებული ხარ, რომ ვირჯინი დრანკი გიზის და შენ. ხო, იმიტომ რომ მე ვიპოვე. ჩემი პინგი მე ვიპოვე. არა, სენთია. 5. ნუცა, რა იცი რომ იპოვე და ბლეფსი არ გაგირხა? 1. მე ვიკლეიმებ სლეიერობას და ვესვი მინდიას. ბარჯიუსი ესვრის მინდიას. გავთავრა. და აი ეს ხეთ ამინდიან და ზურა შემოვახჩეთ. და თამაში არ მოჩვენა. ხება. ილია. ვის ჩაუყრი? საწამლავს. აი საინტერესო როლი დიდად ვერაფერი ვერ ვიპოვე და აფცი მგონია რომ უნდა მოვწამო რატომ ხაცი. აფცი მოწამე. კარგი. სალამი, ვის მიუტევებ წოდებს ამჯერად? ვიცი რა არის? ვისაც ველაპარაკი არავისი არ მჯერა. ეგეთ თამაში. ხო და ამიტომ ისეთ ვიღაცას დავიცავ, ვისაც არ მილაპარაკია. მე მგონი ძალიან კარგი ის არის. და ნუციკო, რომელიც ეგან დემონი იყო. ეხლა ლურჯი მგონია, არ ვიცი რა როლია, მაგრამ ლურჯი მგონია და მოდი დავიცავ ნუციკოს. კარგი, კაი დაცვა. ბოლოტო იყოს, მაინც არ მოკლავენ და. კარგი. ვის მოხდება შენი 12 მმ-იანი? ფიქრობდი მაგაზე ხოთა შორის. მე ხა იმპათს ვიბრალებ და მეზობელი შემეცვალა. ჩემი ინფოზეც ვფიქრობ რა ინფო გამოვიტანო და ვინ მოვკლა მაგაზეც. ჩემი თვითმკვლელობა ძალიან ადრეა ჯერ. ძალიან ბევრი საფიქრები. ხო. მარიამი მოვკლათ, მოდი. ისე ქალს მოკლავთ. კარგი, რავი, ხა მაძალებს აგერ კაცი უთხარია და ზურა იყო ვირჯინი მოკლედ. ფიქრობდი. ინტერესო. ამ თამაშის თითოეულში ახლა თავარი თითოეული. ეხა არის შანსი რომ თვითონ იყო მოწამული. და მაგიტო უთხარით ტყუილი, ხო? ასევე არის შანსი რომ სიმართლე უთხარით. და ზურა ვირჯინია. თუ ზურა ვირჯინია, მაშინ ესე იგი ნუცა იყო ბოროტი. კი. რო არ მოკვდა. მაგრამ შეიძლება ზურა მოწამული იყო წინა ღამით და მაგიტო არ მოკვდა ნუცა.
ანუ სულ არის ძალიან ბევრი ვარიანტი და შემოვხდები რა. ძალიან ბევრი არის საფიქრალი. ძალიან ბევრი. უნდა დაალაგო რა. კი. ყველა შესაძლო ვარიაცია უნდა განიხილო, რომ კი. ოღონდ რაც ხშირად ეცნებათ არის, რომ ძალიან ცოტა შანსია, რომ მოწამლული იყო რა, რაღაც ანუ ყველაფერი ტყუილი არ იქნება. ძალიან ცოტა იქნება ტყუილი. ხო, სადღაც რაღაც სიმართლე იქნება, ხო. ყველაფერს არ უნდა შეხედო ჭვის თვალით. თორე ვერ ამოხსნას. სადღაც რო რამე, სადღაც ემოციის დონეზე რაღაცას უნდა დაეყრნო, თორე კი, ეგეც არის. განწერული, ხო რა, განწერული ხარ ალბათ სულ ტყუილებში რაღაცას უნდა მიაწვე. ვაიმე რა კაია ცოცხალი რო. ვაი, ეგეთი ცოცხლას. აბა. გაუშვირი შენი სამიზნე. აი, ჩემი შემდეგი 2. მეც რას ვფიქრობ, წინაზე ბევრი ფიქრე და ეხა არ ვიფიქრო პირიქით. ანუ შეატრიალე. მარიამი და თომა. კი. მოფიქრებული მქონდა. რას წაფიხ? გავალე და დავლაგდები და იმედია ხვალას გავიღვიძებ, რაღაცა გავიგო. კარგი, აბა შენიცი, კარგად დაისვენე. ეხლა რა ახალეს ის მარიამი მოკვდა, გაიგებს მარიამი მოკვდა ამღავეთ. და იფიქრებს თომა დემოს. აუ ზაჩახა, იმენ რა ეს თამაში არის ბრაზილიური სერიალი მართლა. აი ბრაზილიური სერიალი, მე ის რო ხალი რო ეუნება რომ მე მამა შენი აი ზუსტად ეგ არის, აი დაახლოებით ეგ სცენარი იჭდება. ოღონდ რა თქმა უნდა. გადავაგიდე რა იცი? ხო შეა მარიამ მართლა დემონი იყო, მას თავი მოიკლა. ეგეც ხო არის. კი, ხო და ეგ ანუ ეგ ვარიანტია. სავარაუდოდ მაგას იფიქრებს ისა გეგა, ვარიანტი თავი მოიკლაო. და იფიქრებს რომ ის არის ხო დარჩენი სკარლეტი თუ ვიღაცა სკარლეტს ხო უეჭერ. ხო, აი რაღაცეები დაამუღავენ. ეგ არის არა. რაღაცეები უკვე ჩავწნი. ხო. ბატონი. სალამი თომა. როგორ მოგექცა წინა ბატონი? წინა ბატონი არ მომეწონა და მოდი ერთფეროვანი არ ვიქნები და მეორე მოსასაურჩევ. აა, მეორე. მეორე ნუცუკი ხო? ნუცუკი საურჩევ ჩემს მას. იმენა ვიშა ბიზნეს ამბავი. ფილმში და ცუდი ამბავი ხა ცუდი ამბავი ძალიან თორე. არ გათენდა. კარგი დღე. ვერ ვიშოვეთ შესაბამისი დონორი და გარდაცვლილი გახლავთ მარიამი. გული მიგზნობდა. შენ რატომ ისევ ემპათი ხარ? და ისევ ნოლიმო. არა, არ ვიცი, სოფიკო სეინთიგის გვერდით რო იცოდე. არ დააპოიზონო. მე ბაქში დავაპოიზონე, არ ვიცი რა როლია, მაგრამ რა მე მგონი მარიამი აუცილებელი. ვინმე როლები თუ იცი? ატლერია თომა. ატლერია თომა. ხო, და ბაიჯუს მე მგონი ის არის აქ სოლდერია, იმიტომ რომ ძალიან სოლდერის ლეიერი ვარ მეთქი და შეიძლება სოლდერი თუ გინდა ღამე მოკლაცა დრანკი ეგონოს თავი და მე უკვე ვირჯინი შეიძლება გააწიწო. მე ისევ ემპათის ერთით ვიხსნები დღეს რო იცოდე. ბარჯიუსის სიკვდილი ხარ მაწყობს. აი, თუ ჩამოვახჩობ თორე ღამით სიკვდილი არა. შენ რომელი აუთსაიდერი გაქვს ნაპოვნე? რეკლუსი და მოკლეს. მარიამი? ხო, და ან სტარპასია. ან რამე ძლიერ ციკლეიმებდა და მაგ პონტში. ბათლერი ყავს დედა. არ ვიცი. შენ ხარ სეინტი თუ რა ხარ? არა, ბათლერია რო იკითხე მაგ პონტში. აშკარაა რომ ნუცამის ეს თქვა რომ ლაიბრერიანია და მე ისეც მივხვდი კოლში ისე მითხრა რომ ან შენ ხარ ან ისაა თქო და მარიამი მოიცა ერთი ძამი. მარიამ აუთსაიდერი ისა ლაიბრერიანს ვიცნობო ისე თქო რომ თითქოს თვითონ იყო აუთსაიდერი. მეც ეგეთი შაბაჭლება დამჩა რომ მარიამი შეიძლება აუთსაიდერია. და ვაფშე ნუცა ხო არა დრანკი და ხო არ ნახა მარიამში აუთსაიდერია სტარბასი ხო არ გააკეთა მარიამმა? ხო. უშინ გაისროლე ბლეფებში რა იმაში სამში ქონდა სლეერი და მართლა სლეერი ყავი? ხო, აგერ მინდიას ვესროლე. მე სამია მოგატყვი. მეც მოგატყვი, არ ვიყავ სლეერი. დაქროლე. ხო და ნახე, ნუცას აქვს ძალიან ისეთი პინგები ბათლერში და რეკლუსში, რეკლუსი ყავს ნანახი. ბათლერში და რეკლუსში?
რეკლუსი ყავს ნანახი ნუცას. ბათლერში და რეკლუსში? ხო, ორ აუთსაიდერში ყავს რეკლუსი ნანახი. ბათლერში შენ ხარ ბათლერი? მე არ ვარ, მაგრამ გაცვლილი მაქვს ბათლერთან. შენ რა ხარ? ის როლი რა თქმა უნდა, შენ როლი ან მონკი ვარ ან მერი. ვირჯინა თამამხარ Undertaker-მა ერთი ეგ არის და მეორე კიდე ემპათორი დღე ერთია. კარგით შეხედეთ. ემპათორი დღე ერთია, კანონ Undertaker-ი არის თამაში, ოკეი. შეხედეთ. მარიამში მქონდა პინგი რეკლუსის, რო შევედი 1-2-3-ზე გავცვალოთ თქო და ჯერ მე ვთქვით ან მისი როლი და მან დამიდასტურა. შემიძლია თავი ჩამოვიხჩო, ხელები აიწიოთ. ნახოთ თუ დრანკი ვარ ის უეჭველი სტარპასია და მაშინ მინიონები უნდა ვეძებოთ პირიქით. ხო, იმის თქმა მინდა რომ რავი გულში ზურაზე კარგი გასასვლელი იყო ბევრად ნუცა რა. ზურა ნუცა მარიამში ერთი წითელი აუცილებლად არის. ამიტომ უნდა გავიდეს დღეს ნუცა, იმიტომ რომ ამ სამში ერთი წითელი უეჭველი გასული იქნება და თან ნუცას პინგების არ მომწონს რაღაც ინფორმაციიდან გამო, მაგას ბოლომდე მე არ გავხსნა. არც მე არ მომწონს. ნახეთ ახლა შეიძლება რომ ჩემს ნუცას და ზურას შორის საერთოდ არ იყოს სპაიკი არა და წითელი თუ პოიზონერის თამაშია და ზურა იყო მოწამლული პირველ დღეს. ანუ რა წამოწდა სპაიან ძალიან დიდი ამბავი აქ მოკლედ იცით ანუ იმიტომ რომ ნუცა შეიძლება ყოფილიყო კი არა და იყოს სპაი რომელმაც ვითომ ლაიბრერიანი იყო და დამინახა რეკლუსად რო შევედი ნუცასთან ის ესწრაფად დამირეკა რომ ჩვენი ან პირდაპირ კითხე რომ მეთქი ჩემში პინგი ხო არ გაქვს რაიმე თქონდა მე სამი თვლაზე ვთქვათ როლებიო და ერთი წამით ავწვდი ზუსტად ან ბლეფი არ გამერტყი ანუ ვიცოდი და მივხვდი რომ პინგი ქონდა ჩემში ოკეი მინდა კაი ლაიბრერიანის დაახლოებული აუთსაიდერი ვიყავ მიტყდება რომელი ლაიბრერიანის თან ვიჯენზე არ ვეცდება ეს არის სტარპასი ხალხი ეს ერთი მეორე ლაიბრერიანი მან დრანკია ბარონის თამაში არ არის ყავს ორი აუთსაიდერი ესენი არიან ერთი ის და მეორე ნუციკო მეორეს ვიცნო შესაბამისად ერთი ბოროტი კიდევ მიჯდება ანანოში რაღაცის გამო და მეორე ბოროტი მარიამი და მესამე ბოროტს ჯერჯერობით ვერ მხედავ ინფორმაციები არ მაქვს შეფის ინფორმაცია მქონდეს უფრო დავსვავდი მაგრამ ჯერჯერობით ამას შევეშვებ ხო ნუ მეც ეგრე ვფიქრობ რომ ნუცა არის რანკი არც ეხა ნუ აღარც მე აღარ მიჯდება ბარონის თამაში და ჩემი აზრით თომას ბოროტია, იმიტომ რომ ნუცას ქონდა თომაში და მარიამში. ერთ-ერთ ხო შეიძლება მართლა სპაი იყოს, შეიძლება დემონი და რავი რომელიმე სხვა მინიონიც იყოს. ხო და თომა კაი გასაშვები იქნება ეხა ჩემთვის. ანანო? მე? მინდი ალბათ იმიტომ აწითლებს, რომ პირად საუბრებში რატომღაც არ დავეთანხმე მარიამის სტარპასში და არ ვიცი, ანუ ეჭვი საიდანმე მიდიოდა მარიამზე, რომ ეხლა სტარპასი გაეკეთებინა? მე მგონი არ მიდიოდა არანაირი ეჭვი მარიამზე და თუ დრანკს განიხილავთ მაგ ინტერაქციაში, სადმე რატო არ შეიძლება რომ ეგ დრანკი არ ყოფილიყო ნუცა და ყოფილიყო ზურა მაგალითად. თუ ამოითხარა და უეჭველი ვენდობით მაგანდერთებს. მე ვენდობ. კაი, ნომინაციები ღია. თავს ვინომინირებ. ოპა. ისმენთ რა? თუ Undertaker-ის ქუჩერა შეგვიძლია ხა მე ჩამოვახრჩოთ, ხო, გავიგოთ დრანკი ვარ თუ არა და მაგიდან გამომდინარე მარიამის სტარპასიც განვიხილოთ. იმიტომ რომ ნამდვილად შეიძლება ყოფილიყო. მე არ დამიხუთი იმენა ხელები არ იწევა ხალხო ვირჯინზე რაკეთებული არის და თან დებილი პინგები აქვს და აცი აი მოკლედ შედევა არის ესეთი რა მარიამმა ეხა ესეთი რაღაცა თქვა რომ მე ბარონის თამაში აღარ მიჩნდება რა ნუცა მართლა მგონია დრანკი რომელიც არაფეთქდა ვირჯინზე შესაბამისად თუ დრანკი არის და კიდე ერთი აუთსაიდერი არსებობს სეინთი მაშინ თომა ჩემთვის წითელია ყველა ვარიანტში და რავი თომაზე უკეთესი გაშვება თუ სპაი არის ნუცა მგონია კი არა და ნუცაზე უკეთესი გაშვება თუ სპაი არის თომა მგონია ყველა ვარიანტში ხო რა მე ვარ პინკში ლაიბრერიანის თუ წითელი ვარ აუთსაიდერი არ ვარ არც გავხსნილ ვარ აუთსაიდერად და რავი რატო ფიქრობთ იმას რომ
მე ვარ წითელი და ორ წითელში ანახეს, მაშინ არ ჯდება ჩემი წითლობა რა, იქნა გამომდინარე რომ ნუცას ველაპარაკე. მითხრა ყველაფერი რომ ანუ თავიდანვე ვიცოდი რომ ნაპოვნი ყავდა რეკულსი რა. და ოღონდ არ ვიცოდი ვინ შეყავდა რეკულსი ნაპოვნი. ანუ გამოდის რომ ჩემი პინგი ან თუ წითელი ვარ, ჩემი პინგი მოვყავია მოხამე. ანუ რეკულს უფრო მეტად გააგდებდნენ ახლა ვიდრე მე რომ არ მოვიდა. ძალიან ის ლაბარაკი მიდის რომ დრანკიან ვირჯინი რაღაცა ისე. ანუ აი ზურა მარტივად მოწამლული რო ყოფილიყო ვერა? ნუცა ჩამოვახცეთ და დავიძინეთ. აბა ილია. შაუყრი დოზანას. ესეთ ვირჯინი უნდა ყოფილიყო დრანკი თუ ლაიბერმა პინგი იპოვა. რადგან აფცი მოწამლე და ვირჯინი უნდა დამოიცენ ხარა. რაც შეწეს გულზე ასე თუ ისე კარგად ასახავს. ისე გონიო აფცი უნდა მოუწამლო და ეს მინიონი უნდა ამოიქხაროს. საერთი. ნუ კარგი ხოზებით. აბა ის დაიცავ. ამაღამეს მარიამი მგონი მართლა სტარპასი იყო და მაგას გაუხსენი ჩემი როლი. იმედია მე არ გამაგორებენ დღეს. კაი, ნახე ნუციკო როგორც მივხვდი მგონი სეინთია, არ ვიცი. ბევრთან არ შევდივარ სალაპარაკოთ, რომ ჩემი როლის გახსნა არ მომიწიოს და ამიტომ ისევ რენდომად დავიცავ ვიღაცას და მოდი ეს ვიღაცა იყოს აფცი. კარგი. კარგი. აფცი რა პოპულარულია? ესე გადაადეს ყველაფერი ამ კაცს. დაჰილეს, მოწამდეს. აღარო რამე საქმე შეუკერონ, ეგეც არ გამიკვირდება უცებ სასამართლოში რომ დავუზახო. კი, ანა ბაბა. იახ. უდად მაქვს საქმე. ჩემ ნომინაციას აპირებ და მინდი ბოლოს და დამახჩევდნენ კიდევაც. მინდი ავტორიტეტული შეტევებით გამოირჩევა და აწევდნენ უეჭველი ხელს. ხო და თავს მოვიკლავ. მარტო იმიტომ რომ გუნდს ვერ მისვავენ. სხვა ხალხთან განმიხილავენ საერთოდ გუნდში და ჩემ გუნდზე ვერ უნდა გავიდნენ. კარგი. სხვებთან თავს ვიკლავ. ოჩა, ნამდვილად გმირული გადაწყვეტილება იყო. ხავსი. იაპონელი რო იყო, საკმაოდ ისეთი სიკვდილი არის თვითკვლელობა რო იცოდე. დაფასებული მოკლედ. კი, 60-ში მოხდებოდი აუცილებლად. მადლობა. პირო შეირაცხებოდი ისტორიაში. მაგრამ ქართველი ხარ, ქრისტიანი ხარ, ამიტომ ეს ძალიან დიდი ცოდვაა და არასოდეს ვფიქრობ გასზე არაფერს. ჩვენ იაპონელები არა ვართ. შეგეშალა. კარგი. ოკეი, შეიძლება რომელი მინიონი გავხოდდება? ჩაო, ის გოგო არ გავხადოთ რა. ან რომ გავხადოთ, ან გავხადოთ. უნდა გავხადოთ. პოიზონერს ხარ გავაკეთოთ თამაშიდან, პოიზონერს გაქრობა ზუსტ ეხავს. ხო და მოდი არა, უეჭველი ნუცუკი უნდა გავხადოთ დემონ სლეიერი. კი და თან უყურე. კი არა და სლეიერი არ რაშუაშია და დემონი. დემონი უყურე, თან პოიზონერი გავიხადა დემონი. მაშინ აფცი აღარ იქნებოდა მოწამლული. პოიზონერი თამაში აღარა. ხო, ის აფცის მოკლედ ძალიან ცუდ დღეში. ალბათ ყურები უხურს იმდენი აქვს მოხვედრილი. კი, მოდი ნუციკოს მიულოთ ხება. დემონია. გიზდება. მე кайფებით ხო? გილოცავ წარმატებით ჩაიარე. ორ გზის დემონი გახლა. ხართ ახლა. საკმაოდ შესაჩული სტატისტიკაა. ერთი წამ მართლა ჩემში გადავასწარყოს. მე გოგო, ვერ ნახავ დღეს რა მოხდა. ვიღა გადავშე, ამიტომ აი, ამ ეტაპზე ჯერჯერობით კარგად მივდივარ და ვნახოთ რა. ხო, ანუ შენ წესი და რიგი ცუდად ხარ, ასე რომ ეხა მოკლედ ის როგორც დაიწყე წინახელი, ეგრე არ ქნა და ალბათ გაძრები აუცილებლად. აი, უბრალოდ შევა. ხო, ცხოვრებაში. გარდა ცუდი ყოფილისა. გარდა ნებისმიერ ყოფილისა შეიძლება. ჩაო, კარგი ხალხო რა გიწევდა რა ჩავირტყა თავში. კაი, აბოდრე. ერთი რას ვიზავთ? აფცი. მეგონა მოკლავდნენ და უკვე. აფცი ჯანმრთელობა, ღვთისწყალობა და ნუცა იყო პოიზონერი. არ მომწონს ეს ინფორმაცია სხვათა შორის გონია რომ ეხა პროექტში. აუქნა ძმაო, რასაც დირექცია მაბარებს, იმას ვაკეთებ ხა, ჩემი საქმე ეგ არის. თუ სამაში მე. კარგად იყავი. გეგა, აბა. Hello, brother.
ვაუ, რა საინტერესოა. ისე უცებნა. იცი რა, იმას აქენი ჩაანაცვლე ხოლმე. მე მგონი ეხა დაფიქრება. ანანო საი. როგორ? ანანო საიჭუა, მარიამის რეკლოსობა დიდად არ მესიამნა, მაგრამ კაია რომ. მაინც გავიგერო რომ რამე კის მეთოდით. რაღაცებს ან გამომიცხავ ან განვიხილავ, ნახოთ. რახან ილია და ანანო მაინტერესებს პირდაპირ ეს ორი. კი. კი. აუ როგორ არ ვიდა რომ არ ბატყუებთ. დამაჟი. სუპირიქით იყოს ყველა. ზოთ. ოკეი. მადლობა. თამაშის ბოლოს გადამაყენებენ, არ არის პრობლემა. ძალიან კაი კეთილს მეორე ვითამაშით, იმიტომ რომ ტიპ ორი კაცი და ორი კაცი კი უთხარით ორი მოკვდა რა. გაიღვიდა ერთი არ დაყრარი ყავს. ეხლა ამ სასწაულს უთხრათ, ვკითხოთ აბა ვინ იქნება ის ბატონი. თუ მოწ ხო მუსიკოებია. მუსიკოებმა არ გაამართლა. არ მომწონს. სხვა არჩევანს გავაკეთებ. ძალიან მალმალე იცვლი ბატონს მე მინდა აღნიშნო. სქესი შევცვალოთ. ხო სქესი შევცვლი და ეხლა მინდია იქნება. იქნება უკეთესი ბატონი იყოს. კარგი მინდია იყოს. აჰაჰაჰა. არ გათენდა შვიდობიანი ღამე და თამაში დატოვა ნომერმა არა და ანანო. სტარპასი ესეც. მე რამდენი? ვაუ, აბა Undertaker-ი. აი ხარ. ემპათი ვარ, მართლა ემპათი ვარ, ვის იცნობ ემპათად მითხარი? თავს მოვიკლო. ვის იცნობ ემპათად მითხარი? ანუ მართლა ემპათი ვარ, რა გავაკეთო? ესეთი კითხვა მაქვს შენთან. აბა. ვის იცავ? ვის ვიცავ? ხო. შენ არა, იმიტომ რომ შენ ხო გინდა ღამე რო გესროლო. მე მართლა გითხები ვის იცავ? ვით Undertaker-ად გამეხსნა იმას? შენი აზრით მე ვინმე მითხრა რომ მონკი ხარ? არა. გამარჯობა. შენ ხარ რა Raven Keeper-ი? რა Raven Keeper-ი ბიჭო ცოცხალი ვარ. ცოცხალი ვარ ვიცი ოშერ მომენტი ვარ და დაგინახე მონკად. მაგის ნაკლებად ვჭირ. რატო გჯერა ნაკლებად? რატომ რომ შენი როლი რო აგითხარი მაგითო? კი მაგითო. არა მე მასე არ ვთამაშობ. მეც არ ვთამაშობ ეგეთ. აი ნახე მაგითო ვიძახთი ანანოში არის სტარვასით. ანანო ემპათის ერთით გაიხსნა იმაზე ვის ესმენდა ნახიმა და იქით ვირჯინია მოითხარა. ჩამაპოიზონეს. და მოდი დღეს ესეთი რაღაც გამოიტანე, რომ Undertaker-მა ამოთხარა ლაიბრარიანი, ეგ თქვი. და ისე რა მოხდა? ისე ამოთხარა პოიზონერი და პოიზონერი ამგონია. საერთოდ დამაპოიზონა სპარჯიუსმა. და ეგ პოიზონერი რო არ ამოგეთხარებთ. ანუ ჩემთვის შენ გამოდიხარ მაშინ ციტები. რას ფიქრობ, მოდი ასე ვთქვა, ციტლებთან დაკავშირებით, თან პოტენციური ემპათის ერთში ხარ. რომელიც გამეკოდება. ეგ ემპათია არ იყო ფხიზელი ან არ იყო ემპათი. ჩემთვის ზილი არ ერთი ბუჭური წითელი. და სოფიკო ნუცა მარიამ შორის ვის ფიქრობ წითლად გასულ? მარიამის სტარბას ფიქრობ. კი, ნუცას წითლობას არ. ოკეი. აი, ეს თეორია მაქვს ეხლა რა. თუ ანანო ლურჯად გადის, არ ვიცი. მაშინ ჩემი გადმოსახედიდან ზურა უნდა იყოს სპაი, რომელმაც დაიბრალა ვირჯინი. მან უკვე ნუცა და მარიამი არიან კლეარები. ზურასთან ერთად გეგა უნდა იყოს წითელი, სადაც ანანოს ჯერ სპაი აეთო და სპაის სიკვდილის მერე, მაგრამ თუ სპაი ყავთ, ანანო რატომ მოკლეს, გეგაც თუ წითელი, აი მაგასაც ვერ ვთქვა და ვერ ხვდები რა ხდება. ოფიკო ილიაში ერთი წითელი მგონია და ხომა ლურჯია. ხო, Undertaker-მა რაღაცა ამოთხარა და ეხლა მე მოგიყვებით საინტერესო ფაქტს, მოკლედ. ორი ემპათი მეხსნება hard claim-ში რა, რომელს დაუჯერო წარმოდგენა არ მაქვს. ორივე სხვადასხვა ინფო აქვს, ერთ-ერთები ქონდა 1-0-ები. ასევე ერთ-ერთ ემპათთან რო ვილაპარაკე,
პირველ დღეს მოკლედ პირველი ვისაც ესაუბრა მაგაზე ვკითხე რომ ჯერ შენ გაიხსენი თუ ჯერ თვითონ თქო და ჯერ თვითონ გამეხსნაო და მე იმ პირველს ვისთანაც ლაპარაკა მაგას ვკითხე და ჯერ თვითონ ამანაც პირიქით მითხრა რა ჯერ თვითონ გამეხსნაო და ხო არ ვიცი რა ხდება და რა ვიცი ჩემი აზრით სლეიერმა უნდა გაისროლოს და ჩამოვახჩით ილია მაქსიმალურად ვეცადე რომ როლების გახსნის გარეშე ვილაპარაკო ანუ რატომღაც ქალაქიდან არ გამოყავთ Undertaker-ის ამოთხა, ეგ არ მომწონს. სამი კაცი გხსნით კარგია. ეგ Slayer-ი მე ვარ არ გავიშვი, თუ გინდა ისე ჩავმახსით, მაგრამ მომქი მიცო შესაბამისად. ავდგები და კიდე ამ 1-2 დღე გავჩერდები და საერთოდ არ მინდა გასვლა. ჯერეთი. მესამე, ყოველ შემთხვევაში ეხლა ჩემი ინტერაქცია მოყვა ოფიკო. და რა მე ანანასთან ვსაუბრე, პირველი თვითონ გამეხსნა ემპათი. ერთი აუ შევედი და პირდაპირ როლები გავუხსენით რა, ასე იყო და მეორე რა განავითარ მოკლდა სტარპასი გახდა და მარიამის თუ სტარპასი იყო, მესამე მინიონი მაშინ თომა მუსიკაში ჩდება და მე უნდა შემეშვათ. კარგია ჩემთვის ილია რო გაიხსნა ეს მორალური დილემა აღარ მექნება რომ სხვისი როლი გავხსნა, იმიტომ რომ ილიას სეინტ სლეიერობა ვიცოდი პირველი დღიდან და ჩემთვის ძალიან არასლეიერულად თამაშობს და ამიტომ რავი წითელი მგონია ისიც მე ეჭვება რომ რაღაც სხვა როლს მალავდეს პირველი დღეს ეს ინტერაქცია გქონდა რომ აი 100%-იანი სლეიერი ვარ და რაღაც შემდეგ მოკლედ და ინტერაქციიდან გამომდინარე მგონია ილია წითელი და დანარჩენი ვანანო რახან მოკვდა არ ვიცი სტარპასის ალბათ არ გააკეთებდა იმიტომ რომ არაფერი უტყავდა და რა მგონია ეხლა გავარდნილიყო და ამიტომ ანანოსი წითელი არ მიჯდება და მაგ ზემოთაც რაღაცა ხდება შეიძლება გეგა იყოს გეგაზე არ ვიცი ანანო ბარჯიუს აღარ უჯდები წითლად. სამაგერად მე მიჯდები ისევ წითლად ბარჯიუს და გეგასთან შედარებით უკეთესი გასვლა ჩემ გონი ხარ. ხო, რავი, ილია ლაპარაკობს ეგეთ რაღაცას, რომ მონკი მიცავსო და მონკი მე ვარ და შენთან არც მისაუბრია და შენ არ გიცო. აჰა. თუ ვინმე გაგეხსნა მონკად ეგ წითელი. ნომინაციები ღია. ანუ ილია კლეიმებს ბარჯიუსის და თომაც. თომას გისმენთ მინდა. თომა დააწყუნებული რა მონკი ხარ? კი 100%. ადამიანანო თომა. აი, მაშინ მე და ბარჯიუსი თიმში ვართ. მე დავინახე მინია მონკად ბოშერი ვარ და მაშინ ბარჯიუსი დავინახე მონკად და რავანაირი მონკი. ჯიგარ. თომა? ხო და ძალიან კარგად ჩდებით თქვენ ორი თიმში, მაგრამ ეხლა ჩემი გასვლა იქნება სესურველი. ხო, დაბლ კლეიმია და ორივე ჩამოვახჭოთ. თანახმად. მაგრამ ის ემპათის სერჩი იყო და ჯერ ბარჯიუსი გაუშვათ. ხარო ემპათის სერჩი არის ტიპი და დაბლ კლეიმში შემოდი. აა, შეხედე. ბარჯიუს ვანომინირებ. ანუ თქვენ კარგად თუ ხარ. აი ერთად. ვანომინირებ. ლუციკო გისმენთ? ხო, ინტერაქცია ჩემსა და თომას შორის მოხდა ისეთნაირად, რომ ანუ აქეთ თომა მომიწვია და თომა თუ მინიონი არის და პროსტა დაიკლეიმა რაღაც, ანუ რატო ქნა ეგეთი რაღაც, თომა ერთ-ერთზე გამეხსნა მონკად, მე ერთ-ერთზე გავიხსენდი ჩემს როლად და ეხა ქვემოთ ისეთი აღლუმი გქონდათ მეგობრებო, რომ აშკარად ანანოს ერთები სწორი იყო ბარჯიუსზე. მადლობა ნახომდის მინდი არის ბარჯიუსთან ერთად წითელი და დიდი ალბათობით ილია და სოფიკოში ერთ-ერთი და ქვემოთიდან ერთ-ერთი. ბარჯიუს ანუ ამ ადამიანს გონია რომ ზურანულსა მარიამში სამივე ლურჯად გაუშვა და აქ ვართ დაბლა სამი წითელი. მე არ გონია ეგრე, მე და მინდია ვართ გუნდი კიო ლურჯების. თომა ერთ-ერთზე ანუ მინიონი პირობითად რო იყო მინიონი დაფიქრი და ვიღაცა შენ ხა ერთ-ერთზე უნები როლს. როცა შენი მიზანია რომ დაბლ კლეიმში შეხვიდე, ნებისმიერ როლს ეთქვი რა თქმა უნდა. ეგრე დარწმუნებით ხო და იგი გააკეთა თომა, არა ვიცი. დამატება მინდა შეტევაზე რა ვიცი. ისმენთ დამატებთ. მინდია მითხრა რომ ერთჯერად როლებს არ ვიცნობ და ამბობ. ხუთი ხმა ზურა არ დახარჯო. აი ხა კაი დროსია ბოლოსაც ეს ხდება. ამას ხუთი არაფერი შედება. იმათ. ბარჯიუსი ჩამოვახცეთ და თავის იდეა რა ხდება? ესე მგონია რომ ამლუცა თავს მოიკლას და დემონი უნდა გავხდე ჩემ პოზიციაში არა აქ. ველოდები უკვე, რომ იმედია მე არ სადაქნა თქვა და მე მერსავირე და მე თუ მივაწები რომ სლეიერებას ვიტენი მეთქი და თუ ამია მაინც ისე ვაფცის მოვწავლი, იმიტომ გოლია წითელი ის ქონდაც. ამოთხა Undertaker-ს და არ უნდათ გამოტან. კარგი. კარგი.
აი მოციქოს გიხოთ ახლა რა მოხდა ერთი. ხო. რა მოხდა ეს? მოგხსე რა ხდება? ან ვარიც თავიდან მერტი ვერძე თავს ახსნები მომქად რა. თომამ დაიჯერა. ან თომამ ყავს ახლა როგორი ჩამწნილებული, ჩამარინადებული, იცი რომ ანუ ეხლა უნდა მოკლა თომა. იმიტომ რომ დემოსეგონოს თომა მონკი ან სტარპასი ვითომ ანუ რაღაც ეგეთი რაღაც გავყავდეს, იმიტომ რომ მე და თომას ბოლომდე გაცვლილი გვაქვს და ეხლა თომა რომ მოკვდეს, მე შევალ თომასთან და ვეტყვი რომ ბოდიში თომა ვიდეოს რა ნახავ, მე ვეტყვი თომას რომ მეთქი უეჭველი შეგონა, მეთქი მონკი თქორა და რაღაცები რა, ხო და ერთი ვარიანტი მაქვს სტარპასი ან ილიას მოყვა, მაგრამ ილია ერთადერთი მინიონი დამჭა რა, თორე სლეიერად იხდება და კაი იქნებოდა მაგის მოყვა. მაგრამ რა მე იმას ვიტყვი რომ ილია დავითავით, ხო, ამიტომ თომას მოვკლავ. აი, საინტერესოა. კარგი. ნახოთ რა იქნება. ძალიან ბოროტ ადამიანი ხარ, მინდა გითხარს. ვახ. ესე უწავს. აჰა, დიახ. თომა არენდო ქალს. თომა. ესეთი მიყარხარ და ბოდიში. თომა ყველა ქალს ისე არ არის. რა თქვა უნდა რა თქვა. ვა, კიდე ცოცხალი ვარ. აბცი. ბარჯიუსა სკარლეტი. აი ესე მოკლედ გეტყვი. დიდი ხანია ესე ვთხრიდით რომ დავიღალე. აი ეს შეიძლება სპონსორის ბოთლი ყოფილიყო. მაგათ ყურში არ გასპონსორებს. აუცილებლად გამოგიზამთით ყველას. აია. დავიღალე ცოტა თქვი. არის ინფორმაცია. ალობა. კარგი. მეგობ თუ მოგტონთ როგორც ჩავხნართ მე და რაბანამ დაგვიდა იქეთ ვიდეო და გითხარით კომენტარებში რამდენად მოგტონთ ჩვენი ბოროტების დონე. და შემოქმედი მაინც ვახო არის, რადგან მე მაინც მეტნაკლებად. თუ სადმე მოგეკითხება, მე უფრო წარედ დავისჭები. მე უფრო დიდ ქვაბში. რამე იქ მაღლა გავიმართვით თავს რომ ვახო იყო ეშმაკი. მეც ვაღიარებ რომ მეთქი მე ვიყავი და ეგებ რამე გამოტყუ. მოკლედ, ეხა ერთ-ერთი ადამიანი ვისაც ამ თამაშს მოგება შეუძლია ლურჯებისთვის. არის ჩვენი fortune teller გეგა. აჰა. რომელსაც რაღაც ინფორმაციები აქვს. და კიდე ფხიზელია, თელი თამაში ფხიზელია. მოდი გეგა, მოდი. არჩი ბოლო ორი ღამეა მე ვისაც ვირჩევ, იმას ირჩევს დემონიც და ძალიან ფექტობები ვიყვებით ერთმანეთს. მოდემდე უნდა ღელავდეს ეს კაცი. ლუნატიკი ხარ. და თან 4 ადამიანზე უკვე იმითხარით, ნუ იმ ორიდან ისორია, მაგრამ ძალიან ცუდი ინფოებია. მე ვაფშე არ მომწონს, აქ ვერ ვიგებ საერთოდ რამჭი, შეიძლება ჭირდება. ეს სადა ხარ, ეხა ნახე, მიდი, დაჭი. მე ისევ ილიას და მინდიას გადავამოწმებ. ვისა მინდია და ილია? ეცოთი, ილია დავინახე, მინდოს დავინახე. არა. კაი. მე და თომა ხო არ მაფუიზონებს, კაი. მე დავფიქრდები მაგებს. აბა, ფიქრისთვის გააგდრო. აუ ეს კაცი აღლილია ჩემი. დაიღალა, ფიქრისგან დაიღალა. ეხა გაიგებს რომ თომა არაფოიზონს, თომა მოკვდა. ხო და ეგ აი გადამოწევი რა თქმა უნდა პირველ დღესაც ეგ გააკეთა პირველ ღამეს ეხაც ეგ გააკეთა ორივეჯერ არ აქონდა ანუ დემონი ახლა არ ზის დაღდად მეგობრებო კიდე ცუდი ამბავია რა გავაკეთო თომა დაიძინე მოკვდი ხო სტარპასი აბა მინდი ამჯერად ვინ არის სტარპასი და სტარპასებული დემონი აღარ ყავს ხალხო რა მეგადა მომისმინა ეხა თუ გინდა დღეს გამიშვი, მე არ მაქვს პრობლემა, უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს შენთან. მონკზე დარჩები თუ ბათლერზე და გავიხსნა მე მონკად? ხო, მაგრამ უყურე, შენსა და ბორჯიოს შორის ერთი წითელი არის უეჭველი, ეს ერთი. ხო, იგივე. მეთი მიმჩაბი. ბორჯიოს, ანუ უყურე, იმიტომ არ გაგხსენი შენ მონკად, რომ რეალურად მე მივხვდი. ანანოს იმპათის ერთში რო იყო და შენს და ბულქრემში აშკარად ბორჯიოსი წითელი მგონია, ეს ერთი. მაგრამ მოდი ჩემს პირვანდელ ინსტინქტებს მივყვები. და მოდი შენ იყავი ლურჯი და შეგიძლია ჩემი როლი აიღო. წავედი. რაღაც ჭირს პირველ ამოთხრაზე. თუ ეგ Undertaker-ი წითელია, გასაგებია რა ხდება. არ ჭირს ჩემი აზრით რა, ანუ ზურა არ გონია წითელი რა, მოდი გეტყვი, იმიტომ რომ წითელი რო იყოს აქ ხელს არ ხარჯავს ჩემზე, იმიტომ რომ 4 ხელი ისედაც იწევა და მეხუთე სხვა აწევს დაბლიდან ვიღაცა, ხო 4 კაცი დაბლა გუნდი ყოველი მაშინ პირველი დღის პოიზონი შეიძლება ვიყო მე, თქვენ თუ ორივე ლურჯები ხართ, ჩემი ინფორმაცია სხვა არაფერი არ ხსნის. ანუ პირველი დღის პოიზონი შეიძლება მარიამი არის სტარპასი და შენ ხარ დრანკი პირობითად. ეგეც შეიძლება. აი,
პირველ რიგში უკვე სასიცოცხლო ვარიანტი არის. აუცილებელი რომ აუთსაიდერი თუ ვინმე ხართ თქვით მარიამის გარდა არის იმიტომ რომ დროა თქვენ ჩამოხჭობთ ნუ ციკვა სეინტი ვერ ჩამოხჭობ სეინტი არ მე ახლა ვინმეზე წელი რა თქო ვერ ვიტყვი მაგრამ ჩემი აზრით ახლა ახლანდელი მითხრა მდგომარეობით ანანოა დრანკი ნუცა არის ლაიბრერიანი რომელსაც ფაიში და დემოში ნახა ბლეფი და ვსო ეგაა მოცემულობა როს ანდეთეიქერი თხრის ნუცას მაშინ იყო დაპოიზონებული ეგ არის და ეგ საფიგო აი ძანავირია რაღაცებში რა მოკლედ Undertaker-მა როგორც ვიცი ამოთხარა ვირჯინი, ამოთხარა პოიზონერი, ამოთხარა სკარლეტი. შესაძლებელია ეგეთი რაღაცა რომ იყოს სპაი პოიზონერის თამაში, სადაც მარიამი იყოს სპაი და პირველ მეორე დღეს სიტყვაზე ანანოს ხდებოდა პოიზონი, სადაც ბარჯიუსში და ზურაში და მე ბარჯიუსში და გეგაში ქონდა ერთები. და მაგის მერე ანანო მოკვდა და Undertaker-ზე გადაიტანეს პოიზონი რა და მაგის მერე გამოთხარა Undertaker-მა პოიზონერი, რაც ჩემი აზრით ტყუილია და ეხაც პოიზონშია და მაგის გამო მოთხარა სკარლეტი. თომა ჩემთვის ყველა ვარიანტი წითელია და თუ თომას და მარიამს განვიხილავ წითლების თემას, ჩემთვის ერთი წითელი არის დარჩენილი. ხო, ანუ უილიამ უნდა გაისროლოს, იმიტომ რომ თავისი ჭკუით ორი ცალი, ისა რა ქვია, ორივე მონკი გასულია და სავარაუდოდ პოიზონერი თუ არის Undertaker-ს აქ მორტყა. აი მე გავისვრისაც კიდე იმას ვესვრი, რა აზრი აქვს თორე. მეორე მე ჩემ Undertaker-ი იყოს წითელი, რომელიც ძანს თამაშობს, სადაც კარგად იცის უკვე რომ Virgin-ზე რო არაფერს ხდა, მაგალითად, ნუ ერთ-ერთი იყო დრანკი და შესაბამისად ბლეფებს გიგდებს. რატო ენდობით Undertaker-ს, ან ვინ არის საერთოდ? ჰელსინკი გავის. არჯუს? იცი რა არის? აი ილია, ანუ მართლა სლეიერი გადიხსნება, ხო? იმიტომ რომ ილია არ ვიცი არ მომწონს რა, მე არ მომწონს სლეიერი ტიპი, რომელიც სლეიერად იხსნება, იძახის მონკი მიცავსო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ არც ვთქვათ რეივენ კიფერი არ არის, იმიტომ რომ თან ეუბნება მონკი მიცავსო და არც ღამე არ უნდა რომ ესროლოდა. არც სლეიერის თამაში არ არის ეს 8 დღე რო ინახავ და პირველ დღიდან გახსნილი ხარ და აბსოლუტურად ვერცე დღეს ვერ ველაპარაკე თან ტიპს, ეგრევე გარბის ხან გეგასთან, ხან ვისთან და არ მომწონს ილიას თამაში, მიუხედავად იმისა, რომ თომაზე აწერ ხელი ჩემთან ერთად, მიუხედავად მაგისა, მაინც არ მომწონს ილიას თამაში. თომა წითელი იყო და Undertaker-ი იმდენად არასწორად თხრის, რომ ალბათ ლურჯია პოიზონში ან რამე თავს უფრო განვეთქვა. ერთს მივიტყვი, რომ ეთიკოსი ნავსე რომ იმისელა, რომ Undertaker-მა ამოთხარა პოიზონერი სკარლეტიო და გონია რომ ერთი წითელია დარჩენილიო და შენ განმოსახედიდან დემონი აპოიზონებს და კლაოს. მე ანომინირებ გეგას. ილია ანომინირებ გეგას. ერთს გეტყვით რომ სპაის თამაში არ არის. ნუ ციკოს ანომინირებ. აუ თუ ვერ მოხდეთ სლეიერი არ ვარ. ეგ ძალიან ცუდია. ალბათ ვიხდებით არ ვარ, მე არ მერი. просто ერთადერთი ანონიმი მიცოდა ჩემი როლი და მალავდი, არ მინდოდა თქმა. შესაბამისად იქიდან გამომდინარე რომ Virgin-ს და იმას შორის მე მგონი ერთ-ერთი დრანკია, გეგას თავი შევედი, გეგა მეხსნება მერად. და ჩემი აზრით, რავი, თუ მინდა მეც გამოშვით თუ არ დამიღავებ წარმატებით, მაგრამ გეგაც უნდა გავდეს, იმიტომ რომ ქალაქში მერი ვარ მე. გეგა მივხვდი რომ მერი ხარ და შენ როლად რო გაგეხსენი შენი გაბიდრული სახის ნახვა მინდოდა და ძალიან მესიამ. ახლა რა დაიცა თავი კაცმა? ნაკლებად თავი არ უნდა დაიცი. მინდიას ანომინირებ. ვაიუჩინი. მოკლედ იქ მართლავირი, ანუ ორი წეთელის თუ განვიხილავთ მარიამში და თომაში აღარ ჯდება, შესაბამისად თუ განიხილავთ რომ ბარჯიუსი სწორად ამოითხარა და სკარლეტად ამოითხარა, მაშინ მინდია აკლიარებ და ბარჯიუსს და წითელი რომით. სადაც პირველ დღეს ჩემთან შემოვიდა და რაღაც პრობლემა იყო. მინდია? კაი. ხო ესე იგი, ეს ეხლა ნახეთ. ჯერ გესაუბრე შენ იმიტომ გითხარი ემპათი რომ იქნებდა ერთ-ერთზე მითხრას თუ მართლა მონკია თქო შენ ყავდები მე ბარჯიუს სვაროლების ბუთხარი და არ დამიქლე იმან ჩავთვალე რომ თან არის მონკიდან არა და ზურა მეხსნება ვირჯინა და მეუბნები ისე შეიძლება მომესთა განამინირო მაგრამ არ ვიცი რა იქნება თქო უცებ ნუსასთან შევდივარ მეუბნება რომ ა ლაიბრერიანს ვიცნობ ანებარო
და მე ვეუბნებით თუ ნაპოვნი ყავს, და თუ ყავს ნაპოვნი, ვირჯინს ვიცნობ და დაანომინირეთ რომელიმე უფრო. ეს იყო და ეს. მე თავისუფლად შემეძლო დამენომინირებინა, მაგრამ ჩემი თამაშით უბრალოდ დავმალე ჩემი გოშეუბნება და გამოუცადე ბარჯიოს მომხობა და მე ჩემი აზრით ბარჯიოს მომხიდა არა თომა. ვითომაც მე მყავს ნახე. ვერანაირად ვერ გამოვა ბარჯიოს ბოროტი. ანანოა დრანკი. ყველა ვარიანტი სხვანაირად არ ჯდება. თუ ანანო ბოროტი არა. ნუცუკის დავანომინირე. მოდი ბოლოს მე მომადგებიან ხოლმე. არა, რავი, ანუ ნახე მარიამი არის რატომღაც პოიზონერის მიერ ნანახი რეკლუსი, რავი, რანაირი ინფო ეს ვაფშე. იქით ემპათი ყავს ერთით, აქეთ ვირჯინი ყავს, რომელზეც ეს პოიზონერი რათა მოთხრილი ლაიბრარიანი, რომელიც მარიამს აკლიარებს, არ ფეთქდება. ასევე პასიური როლებიც ყავს, რომლებმაც არ ვიცით, შეიძლება დრანკები ვიყოთ თუ არა. ხო და რაღაც მომენტში, სანამ ინფოები არ გვაქვს საკმარისი და ვიღაცების გამორიცხვა გვინდა, მე მინდა რომ გამომრიცხო შენი აუთსაიდერობის ბლეფი. მეტი არაფრის გამო არ განომეტი. ოკეი, კი ბატონო, გაბაზრებულია. ჩემი აუთსაიდერობა ბათლერი ვარ და დღეს ვერც ერთ ნომინაციაზე ხელს ვერ ვიწევ, იმიტომ რომ პირველი დღიდან თომა არის ჩემი მასტერი და დღეს მომიკლეს და ხელი არ მაქვს ფაქტობრივად რომ ვიღაცის შეყენება რომ მინდოდეს და ვაწესებდი, ან ვერ ვწევ ხელს ვებით და რავი, თუ მარიამი ლურჯი გგონიათ რეკლუსი, თუ ვიღაცა დრანკი გგონიათ, მაგალითად ვირჯინი, სადაც Undertaker-ს ან Poison-ი მოხდა, ან რაღაც, ანუ თუ რატო არ გჯერათ, ეხლა რატო არ მეგასაგდები და რატო არ არის მინდია, რომელიც ხედავს მონკს და ორი მონკი ყავს და მე თომას უფრო ვენდობი ვიდრე ბარჯოს, რომელიც ანანოს ერთებში. სამი ხო? არ ვიცი, მე რავი, თუ თქვენ ქალაქი არ განიხილავთ მარიამის სტარპას, თუ ნუცაში და ზურაში ერთ-ერთი არის დრანკი ან რენდომ პოიზონი მოხდა ზურას პირველ ღამეს და ისე გამოდის, რომ გეგამ როგორც თქვა, პასიური როლებიც შეიძლება ვიყოთ დრანკიო და მაგალითად კონკრეტულად ის Undertaker-ი თუ პოიზონერი არ ყავს თამაში არის დრანკი, რომელიც რავი, ყველა წითელი ამოთხრილი ყავს. ეხა მე არ უნდა გავიდე, იმიტომ რომ თუ ბარონის თამაში მექლიარი. აბცი. ბარონის თამაში ჯერ ერთი არ გვაქვს. მერეც შენ კაი გასვლა ეხა, იმიტომ რომ ბოლოს სამში შენ ვერ ჩამოგავჭოთ. შენ თუ არა მე ოფიკოს ნომინაცია მინდა და მაგრამ ნუ ჯერჯერობით შენ მინდას ნომინაცია მინდა და თან რავი, მე რატო დამანომინირე, გამილურჯდი და შენზე ხელი ჩამოვწიე და შენ მე არ უნდა დამანომინირე. დაგენომინირებინე რა. მინაბო. კაი, გავათანო. 300 დაგენომინირებ. ხო, გეგანომინირებული იყო. ეგრე გავათანაბრებ ძმა რა საკეთებ? ჩამო. აჰა. დაგენომინირებო. ანუ არა, აილია არ ხარ წითელი ვაფშე. ვაფშე არ. ვაი, ვინ ამაწიეს ხელი? ხელი ვინ ამაწიეს? ილია თვალ დაყაჭა და ნუცამ რა, ისე ილიას ვანომინირებ, ილია იყო დომინირებული. გისმენთ? არა. უბრალოდ გაათანაბრეს და უბრალოდ უნდა დავწოხოთ ეს. კი ბატონო. გადაწონეთ კაცო. გისმენთ? ვიცი. რა, მე არ მიჯდება. ანუ თამაში მე სადაც მერი ვარ და პირველ დღეს ყდება ეკლუს, რომელსაც ლაიბრარიანი აკლიარებდა რა. არ მიჯდება ბარონის თამაში. შესაბამისად ოფიკოს მოწოდოს ვენდობი და ჩემს კარგი გასვლა აფცის მინდიას და გეგას შორის. და იმის გამო რომ ვაცლები გადავაჩინე, რა ვიცი. ერთი პროცენტი ხჩანს. ერთი. ვაჰ. როგორ შემოტრიალ დაზე ხარ ბიჭო? რაზე ძალიან ილიას სად მიდგნენ საერთოდ წარმოიგნე ბოლო მომენტში. ნუციკო დაიწვა. ალღორე ნუციკო ხელი რო აწია, ბათლერი ვარო და მოიტყვა. და ხელი აწია, თავი გადარიშიდა, თავის გადარჩენაში დაეხმა და ილია. კი. და რავი, არაფერი. ნაწირულია ძალიან. მაინც გავაღვიძოთ ახლა? მაინც ხო. ნუციკო?
ერთი დღე გავწელე ხალხო. უბრალოდ ვიდეოს ხანგრძლივობა. შეგიძლია თავი მოიკლა. ორჩეს თამაში. არა. აუ არ ვიცი ეხა აუ აფცი მგონია Saint-ი და ალბათ აფცის მოკლა რო იტყვის რომ Saint-ი ვიყავი და ღამე მოვკვდიო. იქ ბათლერი, იქ რეკლუსი, იქ დრანკი, უეჭველი ბარონის თამაში წავლე, სადაც მე თომა იტყვის რომ ნუცაო მონქად გამეხნაო, მე უეჭველი ბარონი მეგონები და ალბათ ვიღაც დემოს ჩამოახჭო, იმიტომ რომ ცოტა ჩამოხჭობა დაგჭო. არ ვიცი. თულად. ან ცოტა ჩამოხჭობა ეხა ნახე, ძალიან გავიწითლე ეხა თავი რა. თან მონქის ფლეიმში ვარ. მაგზარ მქონდა. აფცი მგონია Saint-ი ალბათ. ანანოს აეცია ხელი ჯობდა შემოგიბრათ და რაღაცა შემოღაზო. ეხა ბათლერი ვიყავი და ხელი აწიოდა რავი. არა, ნუ თომა მაწია? ეგრე იყო. თომა მაწია და მესამე მეავწია ჩაბ რა მექნა უნდა გამექნა. მაშინ არა უშავს ხო? ნუ თომა მაწია? ხო და მაგით თომამ თუ აწია, მაშინ არ ყოფილა განწირული. ხო, მაშინ შეგიძლია თქვა რომ თომა მაწია. ხო, ეგეც არის თომა მაწია. რატო დავეხმარეთ ეხა ჩვენ ეს რა არის? ხო, მაგრამ თომას უდაიჯერეს ახამის. არა, მე მინდა ეხა რომ თომა გავალურჯო, მაგიტომ მინდა რომ Saint-ი მოვკლა და Saint-ი არ ვიცი ვინ არის, აფცი მგონია. შენ ვერ გეტყვით. მოვკლათ. ჩვენ რა თქმა უნდა, ინფორმაციას. კარგად დაწყება რა. ზოგადად ნახე რაბან როცა Saint-ი გამეკვდება, არის ლურჯებისთვის აი ჩვეულებრივი ახალი წელი და აღდგომა და ყველა დღესასწაული, იმიტომ რომ Saint-ი თუ დღისით ჩამოახჩა, ნუ კი გეტყო დავახო რომ თამაში ეგრევე ლურჯები აგებენ და Saint-ი იმალება ყოველთვის და უნდა რომ ღამე მოხდეს და მაგიტომ მინდა მოვკლა რომ უეჭველი გამოვა და იტყვის რომ Saint-ი ვარ რომ მე იქ ბათლერი გამოვა, იქ რეკლუსი გამოვა და ბარონის თამაშში მე ბარონი ვარ და დემონი სხვაგან ეძებონ. კარგი გეგმა. კარგი, გეგმა კარგი. აბა ვნახოთ იქით გეგმა. სტრატეგია მაგ. აფცი მოვკლათ. აფცისკენ გაისვრი, ესე იგი, შენს ამჯერად 14 მმ-ია, ხო? კარგი გასაგებია, მადლობა. ხადაობა რა იცი. აფცი პირველად იყო ფხიზერი, ვერ მოწამლავდა ის და მოკლეს. ერთადერთი შანსი. ჩემი აზე მოდი, ეს ამ კაცს, ანუ შეიძლება რომ რამე ანგარიშო დავტოვო და ჩაურიცხოთ რაღაც. რაღაც კომპენსაციის სახით რომ ყველაზე მეტი იწვალა ამ თამაში, მე მგონი კაც არაცადეს არაფერს. კაი. აი, არ მინდა ცეზური დარღვევა, თორე არის ერთი გაბუნა თქვა ვიდეო. გავედით ბოლოში რა აი ღვიძე აბა მე აქ არავის ვასდიდი რომ შენ რაღაცა დაგმართლოდა არავითარ შემთხვევაში შენ ხარ ჩემი მფარველი ანუ აბა რა მე რაღაც მინიშნებებს გიკეთებ თა რაღაცა გეგმებს გეუნები როგორ უნდა მიმართო შენი რაღაც მეტი ხა არ ვიცი თავზე მოძალა არა და ქვემოთ კიდე დაბალი ვარ ხა დიაჩევანი დავცადკო რა აშკარა ჩვენო დაგათარჩა მე მაინტერესებს ნუცუკი და ილია კიდე რამდენი კი მაქვს აუ ძმას იმდენი კი აქ ნიჭიერს მოიგებდა ჩემი ამ კიებით რომ ყველა მემორი ანუ დაგავყარო წავწუხარ ამ კაცის ადგილზე ყოველდღეს არ ვისურვებდი არა ფხიზელია სულ რა ეხა სულ ფხიზელია მაგრამ მართლაც იმდენი დემონი გაიჩიტა ამ ტიპისთვის რომ შეუძლებელი ამა რამე გაარღვიოს ხო მე მგონი ძალიან საშინელი ის აქვს ძალიან ვიცი ერთი რაც იცის არის მინდი არ არის დემონი თუ გადამოწვა ორჯერ კი განარჩენი რა ვიცი აღარ ვიცი არ ვიცი რამდენჯერღა უნდა მომიწიოს ამ სიკვდილების გამოცხადება უკვე დათრგუნული ვარ ბატონმა აფციმ დატოვა თამაში აღამებთ ყველა დავაღამეთ და თუ არ გავწევთ კარგი მაყურებს მოთმინებას არ გავწევთ მაგრამ მაყურებს მიცი შემოუჭრდი მაინც აი ეხა მოკლედ ნუ ის იქნეს როგორც ვივარაუდეთ ხო რა ეხა უნდა მოკდეს ვიღაცა და ეგეთი საიფერის სიკვდილიც კაი იყო რაღაც პონჩი პოიზონერი რა მოთხარ მაგრამ ეხა გეგას ვკლა აი ამაშკონა იჯდეს ეხა Saint-ი ანუ სოფიკო და მინდია კაი დაუშვათ ვოშერი არიან მონკი არიან პირიქით ხდება ოფიკო რა არის არ ვიცი ოფიკოსთან არც რა როლები დაჭდა მაშინია ცენიეთ აი ამ სამ ადამიანში რა როლები ერთი Saint-ი უეჭველი არის კი მე ან მონკი ან ვოშერუმენი უნდა იყოს მეორე და მესამე არის რეიუენ კიპერი
არა ძალიან კარგადაც იცი რატო ატყუებ მერი სლეიერი და იმპათი გქონდა ბლე ლაიბრარიანის არ ვიცი ოკეი გარმე და რივი კაი გეგა კი და ბარე მითხარი ხა ვისკი ხა იცი რა რადგან სოფიკო მაქამდე მიიყვანა თამაში ალბათ სოფიკო რა შოშია ნუციკო ალბათ ნუციკოსკენ რა ძალიან ბევრი იმას აქნა ძალიან ყველგან აი ეს ხელები აფათურა ყველგან და სადაც შეიძლება და მე მგონი ალბათ სამართ თან თომამა სხვათა შორის ერთ სიტყვა ესე დაუტოვა რომ თუ შენახარო კაროჩე შეგერგოსო რა და ალბათ ხო იქნება რომ კარგი დასასრული იქნება იმიტომ რომ პირველ თამაში ეგრევე მოკვდა და ეხა იგივე როლით რომ მეორე თამაში იგებს ძალიან მაგარი story line-ია რო რა კი ძალიან თან უყურებ ხმები რო გათანაბდეს იგივე ბოროტები და ორ კეთილს დახარჯული ხმები თომამ დაახარჯა მუსიკოს ზურამ დაახარჯა კიდე ვიღაცას ეს ამისად დარჩენილი არის 10 ხმა 10-დან 3 უეჭველი აქვს ბოროტებს ერთ ადამიანის ვიღადოებირონ მათგან რაღაცნაირად 4 ხმით შეიძლება მინიმუმ გათანადეს ამიტომ ფერდება იცი რა არის მე ვფიქრობ რომ სოფუ არის ძალიან ისე რა წყნარად არაფერს არ აკეთებს სოფიკო უბრალოდ შეიძლება სოფუ არ მოსონდეთ მაინც თავი დავისხოთ სოფიკო ძალიან წყნარად არის და მე მგონია რომ აი ასეთი მოთამაშეს მაფიაში ცუდ პატიოსას ვეძახით ხოლმე რომ აი გოში რო არ ახდება რა და აქ როგორ ითარგმნება ეგ ამბავი ალბათ ესეთი ცუდი პატიოსანი ჯობია რომ საერთოდ თავიდანვე მოიშორო რა მაგრამ მოიშორებს სეინთია მარა ხო სეინთია ამიტომ ალბათ ყველაზე ლოგიკური ეგაა რომ თუ ამდენ ხანია თამაში ესე წყნარად ზის ესე გამოდის რომ სეინთია უეჭველი და რატო ვერ მიხვდა ისეთი თონის მოთამაში თუ ხო ხტები რა თუ ხო რატო ვერ მიხვდა ხო რატო ვერ მიხვდა რომ იმიტომ რომ სოფიკო თუ დააკვირდები მთელი თამაშია არაფერს არ აკეთებს საერთოდ მართლა გამოთიშულია ან წყნარად ზის უნდა რომ თავისი როლი ბოლომდე მიიყვანოს რა აშკარა არის რა ხო ლოგიკურია ხო შეიძლება რაღაცები გამოვყოთ ჩვენი პირად საუბრები არ ვიცი შეიძლება ხო პირად საუბრებში შეიძლება მე კარგად ვერ იმიტომ რომ ესე ერთად 9 ოთახში ვერ დავშტეროდი და კაი წავედით ეცა და ბეჩავს ადგომა მაგრამ ვეღარას დგებოდა აი ასეთი ძველი გამონათქვამით მოვედით თქვენთან თამაში რჩება მეგობრებო სოფიკო ნუციკო და ბოლოს იმს არ დავასახელებ კი არა და მინდო ამაში დატოვა გეგა კაი ო მეც ოდნავ გძელი სპიჩი მექნება იმიტომ რომ fortune teller-ი ვიყავი ერთ წუთს პირველ ღამეს ილია და მინდია მყავს არაში მეორე ღამეს მარიამი და ავცი მყავს კიში მარიამი კვდება მესამე ღამეს ანანო და ილიას ვამოწმებ რომელიც ილია მანამდე არაშია და მაქვს კი და ანანო კვდება მეოთხე ღამეს ვამოწმებ ისევ ილიას და მინდიას იმიტომ რომ დავტესტო ილიაში ხო არ მოხდა სტარპასი ან მინდია ხوارში ხო არ მოხდა სტარპასი რაღაცა მეჭვებოდით ორივე და მივიღე ისევ არა თქვენ ორში მესამე ღამეს როცა ნუცა საოცარი ხელით ჩამოიხსნა გადავამოწმე ნუცუკი და ილია და მივიღე ისევ კი ეხა თქვენ იმაზე უნდა ვიმჯელოთ ჩემი აზრით მარტო თუ ბათლერიც და სეინთიც ორივე ბლეფია თომასთან ერთად და ილია უბრალოდ დაბნეული მერი იყო რომელსაც პროსტა აწია ხელი და მე მოწამული ვიყავი და სოფიკო არის დემონი და ნუცა პოიზონერი ანუ პროსტა პირდაპირ ნუცა არის დემონი რავი ჩემი ინფოს რაღა უნდა ჭირდეს აქ ვეღარ ხვდები უბრალოდ როცა ამდენი არასწორი ინფოები გაქვს ხო ბოლოსკენ უფრო მინდოდა რაღაც შეჯამებასავით კი ანუ ეხლა ამ ინფორმებმა ცოტა ამირდამირია ყველაფერი რაც დალაგებული მქონდა მაგრამ მაინც უნდა თქვა რაც მქონდა დალაგებული თუ თქვენ თომა მე აუცილებლად განვიხილავ ბარონის თამაშს თუ თქვენ თომა გიჯდებათ წითლად თომა სპეციალურად აწითლებს ვიღაცას სპეციალურად ათანაბრებს ვიღაც სხვაზე რომ მე ეგ სხვა ჩამოვახჩოთ ანუ უეჭველი ეგრეჯდება ბარონის თამაში არის მე ეხლა ამ კარგია რომ ანანო მილაპარაკა უფრო გამიწითლა იმიტომ რომ ანანო ფაქტობრივად თქვა მინდია არის დემონი და გაუშვათო იმიტომ რომ ორივე აუთსაიდერი ვინც მინდიასთან ერთად არის
გაალურჯა და ეს ძალიან არ მიჯდება. ანანოზე კი ქონდა და ეხა კარგად დამიჯდა, იმიტომ რომ აქამდე ანანო სოციალურად მილურჯდებოდა, მაგრამ მაგან გაკეთა სტარპასი, ღამე რომ მოკვდა უფრო სანდობა მოიპოვა, მაგრამ ანანოს სტარპასი ქონდა. ანანო არის წითელი, ილია არ არის სავარა, ანუ უფრო ეგრე დამიჯდა ეხა რომ ილია შეიძლება არ იყოს და ერთი ხელი აწია, იმიტომ რომ მაინც არაფერ შეცვლისო და მე იმათმა უცებ გაათანაბრეს, რაღაც ეგრე შეიძლება იყო და თომა ნუციკო, ანუ ასე მიჯდება მე ანანო თომა ნუციკოს სამეუკლი რა. ნუციკო არის ეხა დაშენ ერთ-ერთი წითელი და ნუციკო უნდა გავუშვათ მაინც ყველა ვარიანტში. თუ ანანოს თუ განვიხილავთ, შედ მაგ შემთხვევაში მიჯდება რა ყველაფერი. თავიდანვე თოვანო პირველივე თუ მეორე დღე იყო თომა რომ დავანომინირე, როგორც ბათლერი ეგრე დავანომინირე და თავიდანვე ვთქვი რომ ბარონის თამაში არ მიჯდება თქო რა, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ცალსახად რავი პოიზონერის თამაშია ყველა ვარიანტში. სადაც თუ განვიხილავთ იმას რომ აქციის ხდებოდა რაც შესაძლოა იყო ყველა პოიზონი, მაშინ გეგას ძალიან სწორი გადამოწყობები აქვს რა და ჩემთვის ნუციკო ის არის დემონია რა და კიდე იმას დავაყოლებ რომ აფცი თუ წითლად არ გაგიშვიათ და ლურჯად გაუშვით მაშინ აფცის ყავს ამოთხრილი პოიზონერიც და სკარლეტიც რა შესაბამისად უნდა იყოს დარჩენილი ერთი დემონი და გეგას ინფორმაციას ვერაფერი ვერ დაემართებოდა რა ის მაინტერესებს გეგა ჩვენი ინფორმაციები რომ დავალაგოთ წინაღამეს რა გადამოწმება გქონდა ბოლო გადამოწმება მქონდა ნუცა ილიაში კი და თუ ნუცა არის პოიზონერი და ოფიკო არის დემონი ჯდება იგეთ სადაც ანანო არის დრანკი და ორი აუთსაიდერი ყავს ანანო დრანკი და მარიამი რეკლუსი მეორე გადამოწმება მქონდა მარიამი შენ კი მარიამი რეკლუსი უნდა იყოს იმიტომ რომ ანანო იყო რეთერი ანუ ორივე გამეს კი მქონდა მაინდა-მაინც რეკლუსს და რეთერინგს დავაყე ეს წამი ეხა ახსნი რაღაცა მე ვარ მოგი თომა არის ეგ ბათლერი მაგიტო ვიძახდი თავიდანვე რომ ნუცას პინგები არ მომწონს ხო იმიტომ რომ ბათლერში და რეკლუსში ქონდა რეკლუსი ნანახი მე ვარ მოგი პირველ დღეს დავიცალდი ანანო მე თომასთან შევედი მეორე დღეს დავკითხე რომ მეთქი ვინმე სხვა არ იცნობ მეთქი და რაღაც და გეგა დაიცავი ანდერთეიქერიაო იმის მერე ვიცავ გეგას დღესაც დავიცავი გეგა მაგრამ იქ შევწდი მე რომ მეორე ანანო არ დავიცავი ხო არ ვიცი რა და როგორ ხდება თომა არის ბათლერი და მაგიტო ავიწია ხელი მე ილიაზეც რო იცოდეთ იმიტომ რომ მე ბათლერი არ ვარ რეალურად ხო მართალია ლუციკოს პირველად ერთ-ერთზე გაუცვალეთ და ბოლომდე მინდოდა რომ ეგ როლი შემენახთ თუ ტელი არის ნუ შეერგოს მაგრამ ლურჯი მგონია ეხა უყურეთ როცა მე არავისთვის არ მაქვს ჩემი როლი ნათქვამი ნუ ოფიკო მეორე დღეს მანომინირებს ისე როგორც ბათლერი ანუ საიდან იცი ჯერ ერთი რომ ბათლერი ვარ ანუ ჩემი აზრით ეხა ოფიკო არის ყველაზე კარგი გასაგები შეიძლება უპასუხო კიო ხო მაგამდე ველაპარაკე ნუცას და ანუ როლი ვკითხე რა და აუთსაიდერი ვარო და ეგრევე ვაჯახე ვა ბათლერი ხარ მეთქი და ამ ბათლერი ვარ ან სხვასთანმა გაცვლილიო რა და მაგით დავიჯერა რომ შენთან მქონდა გაცვლილი კაი რაღაცას ვიტყვი მაგრამ მე მე დავჭი მგონი ხო რაღაცის დაზუსტება მინდა და გამახსენეთ როცა ანანო მოკვდა იმ ღამეს ამოითხარა ხო ნუცა იმ ღამეს ამოთხარე პოიზონრად და მაგდო ანანო კი არა გეტყვით ხო აქ რა ხდება მაშინ ვირჯინინატოი კეიგე დავალაგე სულ დავალაგე ნუცა არის დრანკი ზურა არის ვირჯინი ანანო ორი ღამე პოიზონდება მოკლეს იმ ღამით როცა ანდერთეიქერზე გადავიდა პოიზონი ამიტომ ასეთი ამოთხრები მე ბარჯოს სწორად ნახე და ეხლა მეორე აუთსაიდერი ნუციკო არის ბოროტი ორი აუთსაიდერი არის ოფიკო და ნუცა ასე ჯდება სხვანაირად არ ჯდება ნომინაციები ხია მინდიას ორი აუთსაიდერია ოფიკო სეინთი და ნუცა დრანკმა ნახა რეკლუსი მარიამი როგორც ანუ ბლეფი ნახა რა ჩოლებრივად და თომა არის ბოროტი რომელმაც დაბლ კლეიმში შევიდა ბარჯიუსთან რანიშნულობა ბარჯიუსი არის კეთილი ანანო პირველი ორი პოიზონია შემდეგი ხდება ანანო და შემდეგი პოიზონებია აფცი იმიტომ რომ პირველ ღამეს ერთს იღებს მეორე ღამეს ერთს იღებს და აფცის სწორად თხრის და მე აფცი პოიზონდება და ანუ კვდება შესაბამისად ნუცაც და ბარჯიუსიც კეთილია და რჩება ეს ერთი აუთსაიდერი ბოროტი კარგი 20 გისმენთ ერთმანეთს დავამატებ შეიძლება დავამატებ ბარჯიუსს
კაი, ნახე, ანუ ეხლა თუ განიხილავთ იმ ვარიანტს, რომ ოფიკო და ნუცა ორივე წითლებია და ბარონის თამაში არ გვაქვს და დრანკი რეკლუსი ყავდა, მაშინ მაინც წაგებულია, თქვა ნუცა არ არის დემონი და ოფიკოა და მაგისთვის ინახავთ ხელს რა, იმიტომ რომ არ დაანომინირებენ და მაინც მოიგებენ და ამიტომ ჯობია ნუცაზე ავწევთ, იმიტომ რომ სხვა გზა აღარ გვაქვს, თორემ მე ოფიკოს დემონობაც მიჯდება და მათი ორივე წითლობა. ხო. შეიძლება თავი დავიცვა უკაცრავად? დიახ. მადლობა. ერთი წამი. მე ვარ მონკი, ერთ-ერთზე ვეხსნები თომას. თომა არის ბათლერი. თომა თუ ბათლერია, მარიამი თუ რეკლუსია. თუ ქალაქში ინფორმაციები არეული გაქვთ და ნუცას ან ზურას განიხილავთ დრანკად. ხო, უნდა ყავდეთ სენთიც. ხო, ბარონის თამაში ხო არის? გამოდის ბარონის თამაში, ხო? იქ მარიამსაც წითლად მისვამს თიმში. სფაიაო, სოფიკო იძახის. თომასაც წითლად მისვამს და იქეთ ანანოსაც წითლად მისვამს და ყველა ჩემი წითელი არის? ანუ ვერანაირად ვერ არა, ანუ არ ჯდება რა. მინდი არის ის ვოშერუმენი, რომელიც დაინახა ბარჯიუს და რომელიც ანანოს გვერდით იჯდა ერთებში. და მინდი არის ყოდ ეგ წითელი, რომელიც დიდი ალბათობით არის ბარონი, რომელშიც ჩასტარპასდნენ და გაძურა ბოლომდე. სიკო, შენ თუ ლურჯი ხარ, ეს თამაში წააგებირა და შენ, იმიტომ რომ შენ დაქმნი მონკში, უნდა გასულიყავი იმ დღეს. კაი, რა ვარ დააჭირა ფერს? არ არის. ანაბდება მაქსიმუმ, მაგრამ აი პაჩოხ წიხლებო გიყოს. კაი, პირველი სიმართლე ვილაპარაკოთ, რა თორე ძალიან ვერტყუილი იყო თავს. პირველი სიმართლე ბარონის თამაში იყო. თომა იყო ბათლერი. მაინც მოვიგეთ. ზურა იყო დრანკი. საერთო ლაიბრერიანი დაინახა რეკლუსი. ჩუმად არ თქვა ემოციები მე ხო. აფცი იყო თელი თამაში მოწამლული ანდერტეიკერი, თელი თამაში ყველა ინფორმაცია იყო მოწამლული. ილია იყო ეს მომწამლული. და სიმართლე იცოდა მარტო ამ კაცმა. რომელიც მინდიას ვიცი ენდობოდა თელი თამაში, იმიტომ რომ ეს გადამოწმავს ყოველ დროს. მინდია დაინახა მონკი. მონკს გვერდით თავდაპირველი იმპი, რომელსაც გააკეთა სტარპასი ჩვენს ბარონში. ანუ მუსიკოში და თქმა უნდა მოიგებს კეთილება, იმიტომ რომ მეოთხე აუთსაიდერი იყო სოფიკო. სეინტი. კილოცა, რეთერინგი იყო აფცი და მაინც გეგა მარაიში არც ერთხელ თორე გაიქნებოდა. მარაბს თანურჯი აი ერთი დღე ადრე უნდა გადმოვხარი აუ. სანამ შეაფასებთ რაბან. მოდი რაბანამ შეგვიფასოს ზოგადად clock tower-ი როგორ მოეწონა თამაში და ასევე მოთამაშეების ვის გამოარჩევდი და ასე შემდეგ. მოგე შენებურად გითხარი რაღაცები რა გაიგე, რა ვერ გაიგე. ჩემი არის უფრო მეტად გაიგე და ჩანსი ღამეებში ვიდრე თამაში დააწყისში თქვი. გისმენთ. ხო, მოკლედ რო შევაფასო, მოკლედ შევაფასებ. თავიდან საერთოდ გარტყმაში არ ვიყავი. მეორე წრეზე უკვე რაღაცეები დავიწყე, რაღაცეების გაანალიზება. პრობლემა ერთადერთი რა იყო, იცი რომ ყველას ვერ უჯდებოდი, ვერ გებულობდი, ანუ ინფოებს რა და მაგიტომ როცა არ იცი თამაში, მით უმეტეს მაშინ უფრო მირთულდება მე რაღაცების გაგება რა. აი ესე ყველა ჯერზე ერთი და იგივე როლზე მაუს დავაჭერდი და ვკითხულობდი რაღაცა იქნებ დამხმარებოდა რაღაც ინფოები რა. რაც შეეხება ვინ აღნიშნულ მოთამაშეების ისა რა, ანუ რა დამამახსოვრდა ყველაზე მეტად. ხო შეიძლება ეგ? კი, თქო, პირიქით, რაც მეც იცი. დავიწყებ გეგათი. ანუ გეგას აბსოლუტურად ყველაფერზე კისვენ. 1-4 კაცში 1-4 ისა შემოსვლა კის უქნევდი ყველა კითხვაზე, მოკლედ. ძალიან ანუ აერია თამაში იმ ხრივ, რომ ყველგან დემონი ყავდა, მოკლედ. რა ვკაც და რაღაცნაირად მოახერხა და მაინც მოიგო თამაში. და ალბათ ბოლოს კარტები კარგად გახსნა გეგამ და რაღაცები დაალაგა რა. კიდე უნდა აღვნიშნო რა ანანუმ კარგად მოიკლა თავი ჩემი აზრით, იმიტომ რომ იწვებოდა და ალბათ ეგ იყო ყველაზე ისეთი ლოგიკური ისა, იმიტომ რომ შენ რო თავი არ მოგეკლა, თამაში აქამდე არ მივიდოდა ალბათ. წესი და რიგით. თან გეგამ გადაამოწმა მაგრამ ეს როცა თავი მოიკლა. ხო, თავი რომ მოიკალე, მაშინ გადაგამოწმა, ხო, სხვათა შორის. ეგაცა გაიწ. კიდე ილიამ არ ვიცი რაღაცნაირად მიაგდო იმ კაც აფცის და ესე იგი რა უკნა იცი აი დაგდებს რომ დააგდებდა არას უქევდა ურტყავ ხო იცი აი დაახლოებით ეგ ჩაუტარა რა დედას ყველა ღამე იღვიძებდა და აფცის ადევდა ხელს და ყველა ხელში მოწამლული იყო ეს კაცი საერთოდ ანუ როგორი თამაშა ამ კაცმა არ ვიცი გულწრფელად ადამიანურად შემეცოდა ეს კაცი თელ თამაში მოშხამული მოწამლული იყო
კიდე რა მარიამი ნუ მყდარი იყო მთელი თამაში ვერაფერს ვერ ვიტყვი რაც შეეხება სოფიკოზე იცი რა არის ჩემი გვარაუდი ეგეთი იყო რა რომ სოფიკოზე ალბათ ყველაზე მარტივად მისახვედრე იყო რომ სეინთი იყო იმიტომ რომ ძალიან ინერტულად თამაშობდა მაგი ვთქვი რა ერთი რომ შესაძლებელი იყო მაგის გარკვევა ან ნუციკოს გადაწყვეტილებას რომ ნუციკომ ბოლოს აფცი მოკლა რომ სეინთი არისო მოკლედ აფციო და მე ვფიქრობ რომ ცოტა ოდნავ რომ დაფიქრებულიყავი უეჭველი მიხვდებოდი რომ სოფიკო თამაშობდა რომ რამე სეინთი და ლურჯებს გავეცედი მაგრამ ილიამ როგორ მომაგნო პირველად დღიდან ილიამ გეონი რო შეგდგა აღარ ადგა ნუციკოს თამაში როგორ მოგაწონა ჩვენი დემონი ორჯერ დემონი რო იყო ნუციკოს თამაში რა ვიცი მე ეგეთი რამე ვიფიქრე რომ რადგან პირველ თამაში არ გაუმართლა და ეგრევე გარდაიცვალა ამ როლით მეთქი ამ როლით ეხა რომ მოიგოს რა მაგარი სტორი ლაინი შეიკრება მეთქი რომ ანუ მაგარი ისტორია იქნებოდა რა რომ რამე სანახაობრივი იქნებოდა მაგ თვალსაზრისით და ბოლოსკენ ნუციკოსკენ გადავიხარე გულშემატკივრობდი რომ მეთქი იმედია მოიგეს მაგარი ისტორია შედგება მეთქი რა რაც შეეხება თომას თომა მოკლედ კაი საქმე გაუკეთა ნუციკოს კარგად იყიდა ხელი მოკლედ ნუციკო იმისი რა ქვი თომასი თავიდანვე დაარწმუნა ნუცამაც არ ეთამაშა ცუდა სხვათა შორის უბრალოდ ძალიან ადრევად მოუწია სიკვდილი ზურასაც იგივენაირად ტრანკი იყო და რას იცავდა არა შანსი არ მისევია მოკლედ გას და კიდე ვინ დამრჩა არ გამოვჩეს არავინ მინდო ბარჯიუსა ვერ მივხვდი ანუ ვერ მივხვდი რა ანუ მინდოს და ბარჯიუსას შორის რატო წავიდა მონქების გადაბრალება ერთი მაგას ვერ მივხვდი მინდომ რატო გადაიბრალა და ბარჯიუსას მაშინ მაგრა გაეცინა რომ ანუ რორამე მოიბრალებს უბრალოდ თუ მე და შენ ერთმანეთს ვენდობით მე შენ როს დავიბრალებ რომ მე მომკლან და არა შენ всё გასა იმიტომ რომ როგორც მე და ხმა ვენდობოდით აფიაში რაღაცას იბრალებ რაღაცა ისახა რა თუ არ ჩაიხსენი უეჭველი შევიკარდი რაღაცა ეგეთი ისახა და აქ ეთყობა ცოტა სხვანაირად ის მაშინ მაგარი სვლა იყო და მინდოს და ბარჯიუსას ეს ტანდემი ძალიან კარგი იყო საბოლოო ჯამში ვფიქრობ რომ ძალიან კაი თამაში იყო ყველას მხრიდან რა მაგრამ ალბათ ბოროტის მხარეს ვიყავი ბოლოსკენ და MVP ვინ იყო? MVP კეთილებში უნდა იყოს ახლა და შენიათ ვინ იყო შენი MVP? ჩემი აზრი კეთილებში? არა, ნუ არ თვითონ თელე. აუ, ძალიან ისეთი თამაში იყო. ყველას ისეთი წინაღობები ჰქონდა, შეუძლებელია MVP-ს დასახელება ჩემი მხრიდან. მე რო თავი შევიკავო თუ შეიძლება იგივე რა დაწაყვანო. მაშინ მაყურებელმა დაასახა. მე ანუ ნახე მე რო MVP დავასახელო, მე არ ვიქნები სწორი და რატო? მე რადგან ამ თამაში ვერ ვერკვევი ისე როგორ საჭიროა. ჩემი სტარი შეხედულება შეიძლება აღმოჩნდეს და არ მინდა რომ სტარი შეხედულება მივაწოდო მოთამაშეებსაც და თქვენს მაყურებელსაც. მადლობა რაბანაც ჩვენი მეგობარი კომპანია არომასგან ავტოპარკში გაიგზავნება და MVP ავრჩიოთ ასევე ფინალი უნდა გავმართოთ მალე ამ ხალხს შორის. მადლობა ყველას კიდევ ერთხელ თამაშისთვის. გაასწორა ორივე თამაშმა. პირველმა განსაკუთრებით და წარმატებები ყველას. შევხვდებით მალე ისევ სხვა თამაშით. კარგად დაგემშვიდობებით. კარგად.